25 თავიდან 30 თავის ჩათვლით ბიბლიაში აი ეს გამოსვლას წიგნი რო ქვია, უკვე არის აღწერა საინტერესოა ხო ჩვენ ვართ იმ ადგილზე, როდესაც სინაის მთაზე მიღებული ეს კანონები ჩამოტანილი არის, გავეცანით 10 მცნებას. ამავე დროს მასზე დაფუძნებული ის საზოგადოებაში მარეგულირებელი კანონები და წესები ძვირფასი გავარჩიეთ, მეტნაკლებად უკვე ძირითადი ბირთვი ვიცით. ეხლაცა გადავდივართ იმაზე, რომ ღმერთი მთიდან უნდა ჩამოვიდეს და დაივანოს იმ ხალხში, რომელსაც ეզრაელი ერქვია და ამისათვის საჭირო არის გარკვეული პროექტი კარავი რო ქვია და ამის მითითებას იძლევა დაწვრილებით 25 თავიდან 30-ის ჩათვლით. ესე იგი, პირველ რიგში როგორი უნდა იყოს კარავი, რა ფერის, რა მასალის, ეს ყველაფერი დაწვრილებით არის გადმოცემული. ამავე დროს ტანსაცმელი მღვდლებისთვის როგორი უნდა იყოს, რა ფერები უნდა იყოს, ყველაფერი ამას 25 თავიდან მოყოლებული, მეგობრებო, აქვთ ძალიან ესეთი სიმბოლური დატვირთვა და ამავე დროს არის ძალიან ძლიერი სახეები იესო ქრისტესი. ჩვენ ხომ ბიბლიაში ყოველთვის ვკითხულობთ, რომ გავიგოთ იესო ქრისტეს სახე. როგორც აღნიშნეს, ესე იგი, დაწვრილებით არის მასალა, შემდეგ აღწერილობა კარვისა როგორი უნდა იყოს, ტანსაცმელი, ეს ყველაფერი ის ნივთები, აი მაგიდა, შესაწირავი, საწინააღმდეგო პურის მაგიდა, სანტშანდლეები, სადაც უკვე სანთლები უნდა აანთო. ეს ყველაფერი ისე არის დაწვრილებით აღწერილი, შეიძლება კითხვის პროცესში კაცმა თქვას რა ეს ზედმეტია. მაგრამ თუ ამას რაღაცნაირად აი სიყვარულით წავიკითხავთ, ბევრ ამას უფრო კარგად გავიგებთ პარალელების მეშვეობით, სიმბოლოებით და სპეციალური წიგნიც არის ამაზე გამოცემული დასავლეთში, აი ოქროს სახლი რო ქვია. რომ აი ამ თავს კარგად განიხილავენ და ყველა ნივთის დაწვრილებით აღწერილია, ზომებიც არის აღწერილი, სიმბოლო სახეებიც აღწერილია. და ეს არ გეგონოთ რომ არის მოსაწყენი წასაკითხი. ლაპარაკი არის ახლა იმაზე რომ სად დაივანოს ღმერთმა. ღმერთის დიდებამ და აი ესეთი დაწვრილებითი ინსტრუქციები, იმიტომ არის საჭირო რომ შეცდომას არ უნდა ქონდეს ადგილი. და მე ეს კარავში რო გაიშლება კარავი ერთ-ერთ ადგილზე ქერუბიმებთან, იქ ხვდება დელთავარს ღმერთი, იქ არის ლაპარაკი და ის გამოდის მე ხალხში. ხალხს ეკრძალება მაგ ადგილზე შესვლა, აგრი ეზო არის იქ ფარდები არის, ნაჭრების არის, ფერები არის ამ ფარდების, როგორ უნდა იყოს ფარდა, როგორ უნდა იყოს ის საბურველი, ძირითადად ფიგურირებს ლურჯი, მეწამული ფერი, წითელი ფერი, თეთრი ფერი, ეს ყველაფერი არის თუ კარგად წავიკითხავთ, ახალი აღთქმა უნდა წავიკითხოთ ხომ ახალი აღთქმის, ესე იგი შემდეგი ისენი, ეს წინასახეები ხო ძველ აღთქმაში რა აგვითქვა ღმერთმა ჩვენ ძველ აღთქმაში, მესიის მოსვლა და ყველაფერი ცენტრი ეგ არის, ფოკუსში უნდა იყოს მოქცეული. რათა კარგად გავიგოთ უკვე ახალ აღთქმაში რომ გაცოცხლდეს ჩვენი დარისული, რაც დაგვაშორა, ცოდვამ ღმერთს რო დაგვაშორა. ახალი აღთქმის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ მოვდის ისეთი ცნობა, რომ უკვე ღმერთი კარავში კი არ არის და რომელიღაცა ხელთქმნილ ტაძარში, არამედ უკვე ჩვენში შემოდის. ამაზე კაი არაფერი არ არის. ესე იგი, სადის რომ პრეზიდენტი სადღაც 4000 კილომეტრზეა და სადის რომ შენთან გვერდზე სახში არის. მამა და მარჩენელი სახში როა და არა შორს. აი ზუსტად რაღაც ამდაგვარი არის. ღმერთი აღარ არის დაშორებული ჩვენთვის ახალი აღთქმის თანახმად, განსაკუთრებით როცა იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრა და მერე კრეცაბმელი გაიხსნა და ეს ზემოდან ქვემოთ ორი ნიშნის ის არის ეს მაუწყებელი, კერძოდ ფარდა როგორც იესო ქრისტეს სულისა და სამშვილდელის და სხეულის განაწილება და ამავე დროს შერიგება ღმერთთან. ჩვენ პირდაპირ კავშირზე გავდივართ უკვე, ფარდა აღარ არის, რაც ძველ აღთქმაში იყო ბოძებული. ყველ ნებისმიერ დროს ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან ურთიერთობა იესო ქრისტეს შუამდგომლობით და შუამავლობით. ის მარჯვნივ არის მამა ღმერთთან და ჩვენ აღარ გვჭირდება შუამავალი. ასეთი ძვირფასი ცნობა მანამდე არ იყო. და ამაზე ვარისქმა ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს უკვე შეურაცხყოფას აყენებ და არ გჯერა მისი. ქრისტიანობა სწორედ არის ქრისტეს ბუნებასთან ურთიერთობა, აკითხვა იმისა, რაც დაგვიგითხრა ქრისტემ და რა შეასრულა ქრისტემ ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში. იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ხვდება ხო? ქრისტე მირონცხებულს ნიშნავს და იგი ხვდება რაღაც გარკვეული სახეებით, მოვლენებით, თეოფანიით და თუ ეს კარგად არ წავიკითხეთ ჩვენ, გავიხლიჩებით კითხვის პროცესში და ძველ აღთქმას გამოვაცხადებთ რაღაცა ძველ წიგნად, რომელიც თურმე იქ მრისხანე ღმერთია და ახალ აღთქმას თითქოს ისეთი ღმერთი იცი, მორწმუნე, მოსიყვარულე და თითქოს რამე დარღვევას კონდეს ადგილის. რა იქ ძველ აღთქმაში წერია რომ მტერი არ გიყვარდეს? მე ძველ აღთქმაში არასდროს ამიკითხია რომ მტერი არ გიყვარდეს? კბილი საწილი შეიძლება ისე გავიგოთ რომ მე ეს მოვხსნათ იმ დებულებით, რომელიც ახალ აღთქმაში გვხვდება, კერძოდ ლოყაში გარტყმა 1 მეორის მიბრუნება. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. კონტექსტში უნდა წავიკითხოთ, რა რანგზე არის ლაპარაკი, სადადის საუბარი და არა ის რომ ძველი აღთქმის ღმერთი გამოვაცხადოთ მრისხანეთ, ამიტომ ეს წიგნი არ გვინდა.
და ეს გამოვაცხადოთ ისეთი ღმერთად რაღაცა უუნაროთ და ისე წარმოაჩინოთ იესო როგორც წარმოაჩინა დოსტოევსკიმ იდიოტის სახით, ნიცშემ რაღაცა იმპოტენტების სახით და საერთოდ ახალი აღთქმა რო შეადარეს ძველ აღთქმას, ძველი აღთქმის მომხრეები უფრო მეტი აღმოჩნდა, იმიტომ რომ რისხანება, დიქტატურა ზოგს ბევრს მოწონს და ახალი აღთქმის დაჩუტული იმის ის არის რა. გახსოვთ ალბათ ესეთი მექანიკური პორტოხალის პერსონაჟი ალექსი ძველი აღთქმით უფრო ერთობა, ვიდრე ახალი აღთქმა გულს უწუხებს მას, იმიტომ რომ უძლურების ის არის და აქ თითქოს ადამიანი დაჩაგრულია, დაკომპლექსებულია და ჩოილარი არის. აი ესე წაკითხვა სწორი არ არის და სამწუხაროდ დოსტოევსკიმ ესე წაიკითხა ახალი აღთქმა, როცა ქრისტე წარმოადგინა თავად მიშკინის სახით იდიოტი რო ქვია, აი რომას. ესე იგი გავყვეთ ახლა 25-ე თავი წავიკითხოთ, 26-ე თავი წავიკითხოთ და აბა გამოჩნდება ვინ რა იცის ამ თავების შესახებ, გულისხმური წავიკითხოთ, მოსაწყენი შეიძლება შეხედვით იყოს, მაგრამ მერწმუნეთ მოსაწყენი არ არის. ვცადოთ, გავერკვეთ რა და როგორ, რათა ეს კარგად შევისხორცოთ და არ გაგვიტაცოს ხიდეშელის ფსიქოანალიტიკურმა ლექციებმა. აბა გთხოვთ წამიკითხოთ 25 და 26 თავი. თავი 25. ასე უთხრა უფალმა მოსეს. უთხარი ისრაელიანებს. შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი. აი შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი. სელი და თხისური. დათრიმლული ცხლის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები. გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის. სარდიონის თულები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჯავი თულები. გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის. როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი. გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან. სიგრძე 2.5 წყრთა, სიმაღლე 1.5 წყრთა. ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინის შემოავლე ირგვლივ. 4 ოქროს რგოლი ჩამოასხი და 4-სავე კუთხეში მიუმაგრე. 2 რგოლი ერთ მხარეს, 2 რგოლი მეორე მხარეს. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს. კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ. ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ. გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან. სიგრძე 2.5 წყრთა იქნება, 1.5 წყრთა სიგანე. ოქროსგან გამოჭედავ 2 ქერუბიმს და სახურავის 2-სავე კიდეზე დაამაგრებ. 1 ქერუბიმს 1 კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ 2-სავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები. თავს ზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი. პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული. სახურავს უნდა დახურებდნენ ქერუბიმები. ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ. მანდ მოგევლინები ხოლმე სახურავზე 2 ქერუბიმ შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ. გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან. სიგრძე 2 წყრთა იქნება, სიგანე 1 წყრთა, სიმაღლე 1.5 წყრთა. წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ. 1 მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინის შემოავლე კედელს. 4 ოქროს რგოლი გაუკეთე და 4-სავე კიდეზე 4-სავე ფეხთან მიუმაგრე. კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე ტაბლის ტარება, რომ შეიძლებოდეს. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა. გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღურელის დასაღურელი სამწდეოები. ხალასი ოქროსგან გააკეთე. მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური. გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან. ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე. მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს. 6 რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან. სასანთლის 3 რტო ერთი მხრიდან, სასანთლის 3 რტო მეორე მხრიდან. 3 ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი. 3 ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე 6-სავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
სასანთლის ღეროზე კი 4 ნუშისებური ჯამი, თავთავისი კვირტებითა და ყვავილებით. ერთი კვირტი 2 ტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ 2 ტოს ქვეშ და ერთი კვირტიც კიდევ 2 ტოს ქვეშ, 6-ავე ტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან. მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან. გაუკეთე 7 ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად. მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე. ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ. იცოდე იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე. თავი 26. ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის 10 ნაჭრისაგან გააკეთე. ზედ ქერუბიმები ამოქარგე. თითოეული ნაჭრის სიგრძე 28 წრთა იყოს, სიგანე 4 წრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს. 5 ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა 5 ნაჭერი ერთმანეთს. ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში გადანაკერთან. ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან. 50 კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს. 50 კილო გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ ერთმანეთს. გააკეთე 50 ოქროს კაუჭი და შეკარე კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს. დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. 15 ასეთი ნაჭერი დაამზადე. ერთი ნაჭრის სიგრძე 30 წრთა, სიგანე 4 წრთა. 11 ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს. 5 ნაჭერი ცალკე გადააკერე, 6 ნაჭერი ცალკე. ორად მოკეცე მე-6 ნაჭერი კარვის წინა მხარეს. გაუკეთე 50 კილო ბოლო ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან და 50 კილო მეორე ნაჭერს კიდეზე გადანაკერთან. გააკეთე 50 სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს კაუჭები. შეკარი გადასახურავი რომ ერთიანი იყოს. გადასახურავს მორჩენილი ნაჭრის ნახევარი სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. სიგრძეზე მორჩენილი ნაჭრის ნაწილი სავანის ორივე მხარეს თითო წრთაზე იყოს ჩამოშვებული. აქეთ დაფიქით მის დასაფარავად. გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო გადასაფარი თახაშის ტყავისგან. დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან. 10 წრთა უნდა იყოს ბოძის სიგრძე, 1/9 წრთა სიგანე. 2 რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს. დაამზადე ბოძები სავანისთვის 20 ბოძის სამხრეთ მხარეს. 40 ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ 20-ვე ბოძს. 2 ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი 2 რიკისთვის და 2 ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი 2 რიკისთვის. სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს 20 ბოძი და მათი 40 ვერცხლის ფეხი, 2 ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, 2 ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ. სავანის უკანა მხარეს დასავლეთით 6 ბოძი დადგი. 2 ბოძი დაამზადე სავანის კუთხებისთვის უკანა მხრისკენ. შეკრული უნდა იყოს ქვემოთ და ზემოთ ერთი რგოლით. ორივესთვის ასე უნდა იყოს. ორივე კუთხისთვის უნდა იყოს. 8 ბოძი და 16 ვერცხლის ფეხი უნდა იყოს. 2 ფეხი თითოეული ბოძისთვის. დაამზადე ლარტყები ურთხელისგან ბოძებისთვის. 5 ლარტყი სავანის ერთ მხარეს და 5 სავანის მეორე მხარეს. 5-ით სავანის უკანა მხარეს დასავლეთით. შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ბოძებს. ბოძები ოქროთი მოჭედე. მისი რგოლები, ლარტყების გასაყრელები ოქროსი გააკეთე. ლარტყებიც ოქროთი მოჭედე. იმ წესით დადგი სავანე როგორც მთაზე იხილე. გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან. ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული. ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე. კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა. ჩამოკიდე კრეცაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეცაბმელის უკან. კრეცაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან. დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში. დადგი ტაბლა კრეცაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით. გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან
და გრეხილი ნაქარგის სელისგან. დააკეთე ჩამოსაფარებლისთვის 5 სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. კაუჭები ოქროსი იყოს, 5 სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის. მე აქ სიტყვარადღება არ ვიცი უსმენდით თუ არა, ბევრს უძნელდება ასეთ ადგილებს რომ მივადგებით, ძალიან ბევრს იცი რა რიგულზიდვა ეწყება და სპეციალურადაც არის მე მგონი ღმერთმა იცის რა გააკეთოს და ეს ახლა ადამიანის აღწერილი ნამდვილად არ არის. ეს ყველაფერი არის აი რო უკარნახებ ადამიანს და აწვრილებით რო სუპერ არქიტექტორის ის არის, ისეთ დონეზე არის რომ მაკეტი სახეზია და სხვათა შორის ეს პროექტი ეს მოდელი საფუძვლად უდევს თანამედროვე დღეს ქრისტიანულ სამყაროს ეკლესიების არქიტექტურულ ნაგებობას. აი ეს უდევს საფუძვლად რო იცოდეთ. თუ ვისაც აუთვალიერებია ეკლესიები უბრალოდ სხვადასხვა ების არის თქვათ ტიპის და რაღაც გათვალისწინებული ის გარემო და ლანდშაფტი თორე ძირითადად აი ეს პროექტი აი ეს რაც არის მოცემული ეს შენარჩუნებული არის და თან ამავე დროს ის ტაძარი წარმოგვიდგება ჩვენ როგორც მერთის დასავანებელი ადგილი ესე იგი საბოლოო ჯამში ჩვენი სხეულიც განიხილება მე ახალი აღთქმის თანახმად სულიწმინდისათვის ტაძარად და ეკლესიის თავი ვინ არის ესე იგი, მამას აქვს სიმბოლური დანიშნულება, აი ტაძრებს, არქიტექტურული ნაგებობა იგულისხმება და არა გაკერპების ის არ უნდა მიეცეს. მოგეხსენებათ ეს კარავი, მოძრავი იყო და დაწვრილებით არის აღწერილი მასალა, შეიძლება კითხვა დაესვას მარტივი. საიდან ამდენი მასალა? გახსოვთ ალბათ მე-12 თავი გამოსulis მე-12 თავის 26 მოხლი თუ მეხსიერება არ მღალატობს. რომ როცა გამოდიოდა ეგვიპტიდან, ის ვალი, წოლობით რომ მონად მუშაობდნენ, ის ვალი გამოატანეს, ეს ღმერთმა გააკეთა ესე. და უამრავი განზეულობა და შეიძლება ასე თქვას ხელფასი ჯამაგირი ქირა იმისა რაც ამდენი ხნის მანძილზე უხელფასოდ მუშაობდნენ თან წამოიღეს და ნახეთ როგორი ძვირფასი სენია მათ ხო უამრავი რაღაცაა მათ ძვირფასი არის ჩამოთვლილი ყველაფერი ოქრო ვერცხლი სპილენძი ამას ყველაფერს აქვს სიმბოლური დატვირთვა და სახეები არის ეს ოქრო და ანძლიერი ის არის ლითონი იცით ეს და ეს ყველაზე ძლიერი სიმბოლო და სახე არის ქრისტეს ღვთაებრიობისა ვერცხლსაც და სპილენძი იცით ეს თქვენ ის არის დატვირთვა აქვს ამას მსხვერპლსაწირვის და ამას ნელ-ნელ ახლა გავეცნობით მე უბრალოდ მიგანიშნებთ იმაზე რომ როდესაც ასეთ თავებს წავადგებით არ დაიზაროთ და არ ჩაახუცუროთ და დაგაინტერესოთ სხვა კუთხითაც შეიძლება აი როგორი მასალა არის როგორ არის გადმოცემული ესა რომ ეს შემთხვევითი არ არის ესე იგი ღმერთი იძლევა ინსტრუქციას უკვე პერიოდია როცა ღმერთმა უნდა დაივანოს ამ ისრაელის ერში და კარგ აძლევს ისეთ მითითებებს რომელი მითითებებმა ჩვენ უნდა გვაგრძნობინოს რომ ცოდვილი ადამიანი და მართლაც იმ წმინდა ადგილში არავის არ აქვს უფლება რომ შევიდეს გარეთ არის ეზოში უნდა შესრულდეს შესაწირავები ყველა ნივთს დანიშნულება აქვს ძალიან სიმბოლური რომელიც ახალ აღთქმაში უკვე შესრულებული არის აი ამ სახით ისეთი ლამაზი არის ეს აი ფორმით რო წავიკითხავთ თითქოს ეწოდებული მოსაწყენი იქცევა ძალიან ლამაზად რა ვიცი თუ ეს მოსაწყენი არის წასაკითხად ასევე მოგწყინდება თქვენ არქიტექტურული ძეგლის დათვალიერება რომელიმე ქვეყანაში და ბევრს მართლაც წინდება დეტალურად შეისწავლოთ მისი თქვათ შესასვლელი გამოსასვლელი ორნამენტები ეს ხომ დაწვრილებით არის რატო რა შეეშალა ახლა ღმერთს რატომ არის ბიბლიაში მოქცეული ეს ადგილი რა ზედმეტი თუ არის რატომ არის მოცემული აქ და აი ამ კუთხითაც როცა შევხედავთ ამას მოსაწყენი წასაკითხი ნამდვილად არ იქნება. ეხლა თუ არ წავიკითხავთ რომ ვთქვათ, არ წავიკითხავთ, თქვენ არაფერი არ დაგაკეთებათ. უბრალოდ არ გეცოდინებათ როგორ უნდა წაყვანი ღმერთს, რა სიტყვებს დღეს ღმერთი და აი კარგად თუ არა ის მაგალითად ეს რაც მანდა არის აღწერილი, ესე უნდა გავაკეთოთ ეს ჭეშმარიტი არის თუ არა. აქ არის რაღაცა მნიშვნელობა აქ ამას და ჩვენ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ რა კონტექსტშიც გვიწევს ახლა ჩვენ ბიბლიასთან ურთიერთობა რა კონტექსტი ესა ისტორიული გარემო სივრცე არის უდაბნო არის ხეტიალობს ხალხი დანიშნულების ადგილზე არ მისულან იქამდე ძალიან დიდი დრო გავა სანამ ისინი იქმნებიან და მე გზადაგზა გავეცნობით და ფუნებრივი ამათ ღმერთი დაყვება და როცა უკვე დადგა საკითხი იმისა რომ მე ესენი რომ დაივანებენ იმ ადგილზე რომელსაც ხანაანი აღთქმული მიწა ქვია ეს ყველაფერი უნდა წამოიმართოს უკვე მობილური ცხოვრება რო გადადეს სტაბილურ ცხოვრებაში უკვე სოლომონის ტაძარს სახელს რო ატარებს ეს აი ამ პროექტის იმით რო არის გაკეთებული დავითს მოსდის აზრად რომ ეს წამოუმართოს ღმერთს ეს და უკვე დავდექით ერთ ადგილზე აღარ გვიწევს ხეტიალი და კარავში აღარ უწევს ღმერთს შეხვდეს მთავარს და ისე აცნობს ადამიანებს მისი გულიზრახვანი ხომ ეს შემდეგ გაირკვევა. აი აქ კი ისე კარგად არის ეს დაწვრილებით გადმოცემილი რომ კიდევ ვიმეორებ სოლომონის ტაძარი რომელიც ძალიან ძვირად ღირებული იმებით იყო გაკეთებული და საერთოდ სიძვირეზე თუ ვიტყვით აი აქ გამოთვლილი არის მთელი რიგი თანამედროვეები და 5 მილიონის მასალაა გამოყენებული დოლარი იგულისხმება. აი ეს რაც თქვენ წაიგითხეთ 25-26 თავს რომ მოусმინეთ და აი ეს მასალები, ძვირფასი მასალები არის, როგორც ესეთი ლითონები, ძვირფასი ლითონები, ასევე სუბუქი მატერიები გამოყენებული, ესე ძვირფასია ყველა, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული არის, ხომ?
და რატომ ასეთი ხაზგასმა და რა არის ეს? ხაზგასმული იმიტომ არის, რომ ღმერთი მოგეხსენება წმინდა არის და ცოდვილი ადამიანის ბუნება მას ვერ მიეკარება, სანამ იგი ცოდვილი არის და უკვე იძლევა ინსტრუქციებს თაყვანისცემა, როგორ უნდა წარემართოს, რომელია სწორი ეს თაყვანისცემა, ამ რიტუალებს თავისი აზრი აქვს, იმიტომ რომ რიტუალის ძირითადი აზრი არის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ცოდვილია და მხსნელი აუცილებელი არის. მთელ ბიბლიას ხო ეს წითელ ზოლად გასდევს. ამ კუთხით უკვე მოსაწყენი არ არის ეს, რომ წავიკითხოთ, რომ ვიცოდეთ. თუ ვთქვათ, სიტყვაზე არიან პიროვნებები, როცა სალექციო დროს ამ თავებს გადაახტებიან ხოლმე, ან თავებიდან რამოდენიმე მუხზე გააკეთებენ აქცენტს და მერე სხვა თავებზე მიდან. დიდი შეცდომა ეს არ არის. უბრალოდ ჩვენ როცა გვინდა კარგად გავიგოთ, მინდა რომ ესეც გავიგო რა და როგორ. თორე ისე ხო გეუბნებით, არის ბიბლიის წაკითხვის ფორმატს, ბევრი მასში ჩანაწერები არის, რომლებიც მასეთ ადგილებს გამოტოვებენ ხოლმე და სხვა თავზე გადადიან. მარტივი დაგებით, რომ მაინც ეს თქვენ წაიგითოთ, არაფერი ისეთი არ არის, მანდ ისეთი საჭოჭმანო და საჩხირკედელაო. ეს არის აღწერა, მოძრავი დავარქვა ეკლესიის. კარავი რო ქვია და მოძრაობს რა ეს ერი, მერე წესები არის, როგორ უნდა გაშალოს, ვინ რა უნდა ატაროს. მერე მივადგებით ადგილს, ყველა ნივთი ჩამორიგებულია ლევიტელებთან, გაყოფილი ეს და ვინ რა უნდა ატაროს. რა მასალები ესეც არის აქ, რო იცოდეთ და ამის დარღვევა კაცრად ისჯება. და უკვე გამოყოფილია პიროვნება, ვინც ამას კარგად აკეთებს, ოქრო მჭედლები და ესეთი ის. ამას ჩვენ გავეცნებით. ეხლა ჩვენ გვინდათ რომ ვიაქტიუროთ ამ საკითხთან დაკავშირებით 25-26 თავით, თუ ვინმეს რამე მომზადებული აქვს, მე დიდი სიამოვნებით დაუთმებ მიკროფონს და მე რა თქმა უნდა კიდე შევაჯამებ და ვილაპარაკოთ. მინდა იაქტიუროს ყველა იმან, ვინც ამ თავებზე რაღაცნაირი გამოცდილება აქვს, წიგნიერი ან გაეცნენ და რაღაცა გაგვიზიარონ. მოგესალმებით ყველას. სანამ დავიწყებდე ამის წაკითხვას, რაც გავამზადე და გადმოვთარგმნე ამ უკრიფე ადგილები მესიუ ჰენრის წიგნიდან. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი განცდა, როდესაც ბიბლიას მივაკითხავ და რაღაც მინდა დავალაგო ტექსტი, განცდა იმისა, რომ ეს არ არის სრულყოფილი, არ არის ის, რაც უნდა იყოს, რაც სასურველია რომ ყოფილიყო და ეს განცდა სულ დამყვება, თითქოს ფარაში მყავდეს უკეთესი ცხარი და მე კიდე თლად კარგი არ მიმყავს ღმერთთან და ეს მაპატიოს და თქვენი დახმარება ძალიან დამჭირდება აქ, ვისაც აქვს კიდე გამზადებული ეს ადგილები, იმიტომ რომ ისეთი თავებია, ისეთი დეტალებია და ისეთი ბევრი რამის ამოკრეფა შეიძლება იქიდან მე ვერ ვახერხებ ამას ყველაფერს და მე მხოლოდ შემიძლია რაღაცა ზოგადი მონასახი მოგაწოდოთ, ისე როგორც მე დღეს დავალაგე და ამას გაგიზიარებთ. ესე იგი, გამოსვლის წიგნის 25 თავიდან იწყება ღვთის მითითებანი მოსეს მიმართ, თუ როგორ უნდა გაემართათ ისრაელიანებს სავანე თავისი მოწყობილობებით. ეს იქნებოდა სპეციალურად აგებული და ყველასგან განსხვავებული კარავი, სადაც ღვთის დიდება დაივანებდა. ამიტომ ეწოდება მას ქართულად სავანე, რუსულად სკინია. ცოტათი ახლოს დგას ებრაულ სიტყვასთან სუკოთი, ხოლო ინგლისურად კარავს ქვია tabernacle. ეს თარგმანები მათთვის, ვინც ამ ენაზე სწავლობს ღვთის სიტყვას. ოქსფორდისა და ვებსტერის ლექსიკონების თანახმად სიტყვა tabernacle ინგლისურში ფრანგულიდან შემოვიდა, ხოლო ფრანგებს იგი ლათინურიდან აქვთ შეძენილი, ნიშნავს კარავს, ქოხს, ფარდულს, სავანის კარავს. ესე იგი, სავანის კარვის მისი ეზოს და სამსხვერპლოს აღწერილობანი ზედმიწევნით დეტალურად არის მოცემული გამოსვლის წიგნის 25, 26 და შემდეგში გავეცნობით 27 თავებში. 25 თავის პირველ 7 მუხლში საუბარია ნებაყოფლობითი შესაწირავების აკრეფაზე სავანის დასამზადებლად. მე-9 მუხლში ხაზია გასმული, რომ ღვთის ბრძანებით ისრაელიანებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმ ნიმუშის მიხედვით, რაც ეს მოსესთვის იყო ნაჩვენები სინაის მთაზე. მე-10 მუხლიდან 22 მუხლის ჩათვლით, ღმერთი მოსეს აძლევს მითითებებს, თუ როგორი უნდა გააკეთონ აღთქმის კიდობანი. შიგნიდან უნდა ყოფილიყო აკაციის ხის მასალისგან დამზადებული, ხოლო შემდეგ გარედან და კიდობნის შიგნიდან იგი წმინდა ოქროთი უნდა მოეჭედათ. შემდეგ 23-30 მუხლებში მოცემულია საწინაშეო პურის ტაბლას აღწერილობა. 31 მუხლიდან მეცნობით სასანთლის აგებულებას თავისი ტოტებით, თასებით, კვირტებით, ყვავილებით, კანდელებით. ბოლოსკენ 38 მუხლში მხოლოდ ნახსენებია მაშები და აქანდაზები. გამოსვლის წიგნის 25 თავი თავდება ისევ იგივე მითითების გამეორებით და გაფრთხილებით, რომ ციტატა იცოდე, გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გიჩვენე მთაზე. ეუბნება მოსეს ღმერთი. გამოსვლა 25:40. 26 თავში ვეცნობით თვითონ სავანეს, როგორც სპეციალურად გაწყობილ კარავს, მის მასალას და მის დეტალურ აგებულებას. პირველ 6 მუხლში გვაქვს შიდა გადასაფარებლების დაწრულებითი აღწერილობა. ესენი უნდა ყოფილიყო წვრილი გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისაგან.
ბისონი ეწოდება ერთწლოვანი მცენარის, სელის კულტურის, ღეროების, ბოჭკოებისგან დამზადებულ ნართავ ქსოვილს. რუსულად მას ქვია ლьон. რაც შეეხება ამ სამ ფერს, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი, ცისფერი გასაგებია თუ ეს რა ფერს ნიშნავს, რა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ზეცას გვახსენებს. ძოწეული, ინგლისურად purple, არის მუქი წითელი, ანუ მეწამული წითელი ფერი. მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ხატვისას ეს ფერი მიიღება იისფერისა და წითელი საღებავების არევით, რომ სიმუქე მისცეს. ძოწეული მიჩნეულია სამეფო, მონარქთა, იმპერატორთა შესამოსელის ფერად. ხოლო მესამე ფერი, ჭიაფერი, კი, ინგლისურად მას ქვია scarlet, პირიქით არის არა მუქი, როგორც წინაფერი, არამედ ღია, ალისფერი წითელი. კილოკავზე მას კვასკვასა წითელს უწოდებენ. ოდნავ ფორთოხლისფერი რომ დაჰკრავს. მე-17-13 მუხლებში ვეცნობით სავანის კარვის გარეთა გადასაფარებლების აგებულებას. ისინი რასაკვირველია ნაზი და ნატიფი წვრილი გრეხილი ბისონის ნაჭისაგან განსხვავებული მასალითაა დამზადებული. ღმერთი მოსეს ავალებს, რომ გარეთა გადასაფარებლები თხისურისაგან, ანუ თხის ბეწვისგან დაგრეხილი უფრო გამძლე და უხეში ძაფით ყოფილიყო ნაქსოვი. მე-14 მუხლში გვაქვს კარვის საფარველის აღწერილობა. აქ უკვე ქსოვილებზე კი აღარაა საუბარი, არამედ ტყავებზე. კერძოდ, საფარველი, რომელიც სავანის კარავს ამინდის სხვადასხვა პირობებისგან დაიცავდა, დამზადებული უნდა ყოფილიყო წითლად შეღებილი ვერძის ტყავებისაგან, ხოლო კიდევ მათ ზემოდან საფარველი უნდა გაკეთებულიყო მაჩვის ტყავებისაგან. აქ ტექსტი რო წავიკითხეთ, მას თახაში ჰქვია. იგივეა, მაჩვი, თახაში, რუსულად ჰქვია ბარსუკ. შემდეგ 26-ე თავში, მე-15-29 მუხლებში საუბარია სავანის ძელებზე, მათ რიკებზე, კვარცხლბეკებზე, ძელაკებზე, რომლებიც იქნებოდა გადასაფარებლების საყრდენი კარკასი. 30 მუხლი კვლავ შეხსენება ღმერთისა მოსეს მიმართ. ციტატა: ააგე სავანე იმ წესით, რომელიც გიჩვენე მთაზე. ეს კიდე გვახსენებს იმას, რომ ჩვენი ინიციატივები კი უნდა გამოჩინოს და ჩვენ როგორც ფანტაზიები გვაწოდებს, ისე კი არ უნდა გავაკეთოთ. მოსეს რამოდენიმეჯერ უმეორებს ღმერთი, რომ გააკეთე ისე, როგორც მე გაჩვენე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და ბოლოს 31 და 36 მუხლებში საუბარია სავანის მოწყობილობების განლაგებაზე, მათ გადანაწილებაზე სავანის ორ ძირითად განყოფილებას შორის. და აგრეთვე საუბარია ორ სხვადასხვა ფარდაზე. აქ რო წავიკითხეთ ტექსტი, ფარდის ნაცვლად ნახსენებია სიტყვა კრეცაბმელი, ეს ძველი ქართული სიტყვა. თანამედროვე გაგებით უფრო ადულად წარმოვიდგენ ფარდას. ესე იგი, ორ სხვადასხვა ფარდაზეა საუბარი. პირველია ფარდა, რომელიც გაჰყოფდა წმიდას, წმიდათა წმიდისაგან. ისიც, როგორც შიდა გადასაფარებლები, უნდა ყოფილიყო წვრილი გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისაგან. ეს არის მსგავსება, ხოლო განსხვავება, რაზეც ხაზია გასმული, ფარდასა და შიდა გადასაფარებლების შორის მოცემულია შემდეგ სიტყვებში. ოსტატური ნაკვეთობით გააკეთე იგი, ქერუბიმებით. რაც შეეხება მეორე ფარდას, ეს იქნებოდა სავანის შესასვლელთან. კარების ფუნქციის შემსრულებელი. იგივე მასალით უნდა გაკეთებულიყო ქარგავის ნამუშევარი. თავისი ოქროთი მოვარაყებული სვეტებით, დუგმებითა და კვარცხლბეკებით. ასე მთავრდება გამოსვლის წიგნის 26-ე თავი. ეს იყო ზოგადი მოკლე ჩამონათვალი თუ რაზეა საუბარი ამ ორ თავში. ახლა მოდით შევეცადოთ ჩავუკვირდეთ მათ სულიერ მნიშვნელობას ახალი აღთქმის შუქზე. პირველ რიგში მივაქციათ ყურადღება იმ დეტალს, რომ როდესაც ღმერთი უბნება მოსეს, რომ ხალხმა შემოწირულობანი მოიტანონ, ეს უნდა მომხდარიყო მათი სურვილი სამეფ. ეს არ იყო რაღაც ტაქსაცია აკრეფილი, თითო სულზე რაღაც განსაზღვრული თანხა, არანაირად აქ შეზღუდვები არ იყო მითითებული. ყველას, როგორც გული უკარნახებდა, თავისი მონდომების მიხედვით ისე უნდა გაეკეთებინა. და მე ვნახავთ, რომ ისე მაგრამ მოინდომეს, რომ მე ბრძანებაც გასცეს, რომ საკმარისია, ეხლა შევაჩეროთო. ეს არის ჩვენ ცხოვრებაშიც. რაღაცები არის, რაც გვევალება ყველას, მოგვეთხოვება და არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ რაც შეეხება ღმერთის საწმინდარს, იმას, რასაც ღმერთი ჩვენ განითხოვს, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გულით, რასაც შენ გული გაწოდეს და მთელი შენი მონდომებით. ახლა თქმაში არის ერთი ადგილი, როდესაც დადებითი მომენტია, როდესაც ერთი ადამიანი რაღაცა მსხვერპლად შესწირავდა მეორე ადამიანს, იმ პირველი ადამიანის პატივისცემით და სიყვარულით უფრო მეტად მოუნდებოდა, რომ თვითონაც ღმერთისთვის სამსახური გაეწია. და ამას ძალიან კარგი დატვირთვა აქვს. ესე იგი, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, რომ თუ ერთი ღმერთს განადიდებს, მეორესაც უჩნდება სურვილი, რომ მეც მინდა, მაგრამ განმადიდო. ესე იგი, ეს არის ძალიან კარგი გაგებით დადებითი მომენტი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ თელ აზრს, რაში მდგომარეობს ამ
კარვის სულიერი დატვირთვა, სავანე. რა უნდა გავიგოთ აქედან ჩვენ ქრისტიანებმა, რომლებიც აგერ 2014 წელს ცხოვრობთ და ამ ტექსტს ვსწავლობთ ზედმიწევნით. წარმოიდგინოთ ესეთი ადგილი, სურათი, ვინც ინტერნეტში შესუხა და უბრალოდ დაგიკლიკიათ ეს სიტყვები tabernacle. ამოხდება მაშინ ძალიან ბევრი სქემები და სხვა მასალა თუნდაც ინტერნეტში. ოღონდ ფრთხულად უნდა მოეპყრა, რომ იქ რაღაცა თავიანთი განმარტებები და გადახვევები არ ქონდეს დენომინაციების მიხედვით. და ამ კარვას რომ წარმოიდგინეთ და გარშემო კიდე ეზოა, შემდეგ 27 თავში ვნახავთ, შესასვლელი ამ ადგილს ქონდა მხოლოდ ერთი მხრიდან. ეს ქონდა შესასვლელი აღმოსავლეთიდან. და ეს იყო სრულიად განსხვავებული იმ სხვა წარმართი ხალხებისგან, რომლებიც ვერ ბედავდნენ და ზურგს ვერ აქცევდნენ ამოსულ მზეს, იმიტომ რომ ისინი მზეს სცემდნენ სინათლეს თაყვანს. და აქ კიდე აღმოსავლეთიდან შედიხარ ამ სავანის ეზოში და ერთადერთი შესასვლელია. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის სხვა რელიგიების წარმომადგენლები თითქოს ბევრი გზა იყოს მისასვლელი ღმერთთან. ერთადერთი ჭეშმარიტი გზა ეს არის შესასვლელი, ერთი გზა და ეს არის იესო ქრისტე. ის არის ჩვენთვის კარი მამა ღმერთთან რომ მიგვიყვანოს. ებრაელებს შეეძლოთ ამ კარში რომ შევიდოდნენ, შემდეგ ეს მსხვერპლშეწირავი ცხოველი მიყვანილი გადაეცად მღვდლისთვის, რომელიც იქ იქნებოდა. მღვდელი ამას სამცხოვრებლოზე მიიტანდა და მხოლოდ სისხლს შეიტანდა ამ კარვის წინა ნაწილში. კარვის მეორე ნაწილში მას უკვე აღარ ქონდა უფლება შესულიყო. მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ შეძლებდა მღვდელმთავარი, რომ შეიტანა ეს სისხლი განსაზღვრული დღე იყო, ეს იყო განწმენდის დღე და მხოლოდ მაშინ შეეძლოთ შესულიყვნენ. ძალიან მკაცრად იყო ეს აკრძალული. ვინც ამ წესს დაარღვევდა, იგი მოკვდებოდა. ესეც კიდე იმაზე მიუთითებს, რომ თავიდან თუ ებრაელები შეზღუდულები იყვნენ, მას მე რაც იესო ქრისტე ჯვართ ეცვა და თვითონ გახდა მსხვერპლი, ეს ყველაფერი მოიხსნა. ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად შევიდეთ იმ ადგილას, სადაც ღმერთი არის დავანებული. ეხლა რაც მე ჩემი სიტყვები დავალაგე და მოგიყევით, ეს ყველაფერი დაწურილებით არის გადმოცემული ებრაელთა წერილში ახალ თქმაში რო გვაქვს მოცემული. ისე დაწურილებით არის აღნიშნული, თითქოს სხვა კომენტარიც უკვე ადამიანს აღარ ჭირდება. წაიკითხავს გამოსვლის ამ თავებს, მიუბრუნდება მერე ებრაელთა წერილის მუხლებს და მისთვის ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. ნუ ჩაუკვირკვიტებით მაინც და მაინც რაღაცა დეტალებს, იქ მარყუჟებს, კაუჭებს, ვისაც ეს შეუძლია და ნათელ ახსნას მისცემს, ძალიან კარგი დაგვეხმარება. მაგრამ მე ვურჩევდი ახალფეხადგმულ ქრისტიანს, რომ რაც მთავარია, იმაზე გააკეთოს აქცენტი. დანარჩენი რამე კი დაიწყოს. ამასიდან შევედი ისევ ინტერნეტში და მაინტერესებდა ზომები ამომეკრიფა. და კერძოდ დამინტერესდი ქრისტეს დროს რომ იყო აგებული ტაძარი, მაშინ ეს კრეცაბმელი რომ იყო, აშენებული რა ზომის იყო, რომ დაახლოებით წარმომედგინა. რაც ამოკრიფე და რაც მოვძებნე, ამას გეტყვით. ჰეროდეს მიერ იყო აშენებული ეს ტაძარი, ოქროთი მოვარაყებული, დიდი ზომები, პომპეზური, ის უფრო ჩემი აზრია რომ ჰეროდეს განსადიდებელი იყო, მისი სახელი დაარქვეს და სამწუხაროდ იქ ბუნაგი ჰქონდათ მოწყობილი და ღმერთი იშვიათად თუ ვინმეს ახსოვდა. ზომები ამ ფარდისა, მხოლოდ ფარდისა, წარმოიდგინეთ, უშველებელი იყო. ესე იგი, ინტერნეტში მოვძებნე ეს იყო 60 ფუტი სიგრძე, ანუ სიმაღლე, 30 ფუტი სიგანე და სისქე იყო 4 დიუმი. ინჩი რომ ქვია ინგლისურად. ეს ჩემთვის არაფერს თქმელი არ იყო, ფუტები არ ამაგ განცდაში და გადმოვიტანე მეტრებში. ესე იგი, ქრისტეს დროს რომ იყო აგებული ტაძარი, აი ფარდის კრეცაბმელის სიმაღლე, ანუ სიგრძე იყო 12.2 მეტრი. წარმოიდგინეთ რა მხელა სიგრძეა. სიგანე იყო 9.1 მეტრი. ხოლო სისქე, ეგ მაინტერესებდა, 4 დიუმი უდრის 10 სანტიმეტრს. ახლა რატომ მინდოდა ეს მომენტანად თქვენს ყურადღებამდე? ესე იგი, ეს იმდენად მძიმე, მაღალი, დიდი უშველებელი კრეცაბმელი იყო მაშინ პირველ საუკუნეში, რომ ის ფაქტი, რომ ის გაიხსნა ზემოდან ქვემოთ, ამას ვერანაირად ადამიანები თვითონ ვერ ხსნიდნენ. გახევა ზუსტად დაემთხვა, ამას დამთხოვა არ ქვია, ზუსტად მოხდა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე თავი შესწირა, ჯვარს ეცვა და მას სული აღმოხდა. ზუსტად მაგ დროს, ზემოდან ქვემოთ. წარმოიდგინეთ, 10 სანტიმეტრის სისქის სპეციალურად გაკეთებული ფარდა გაიხა. არა ქვემოდან რომ ვიღაცის მახინაციებით ადამიანებით, არამედ ზემოდან ქვემოთ და თვითონ ებრაელები შოკში იყვნენ ამ ფაქტით. აი ეს სამწუხაროდ არ არის თანამედროვე ებრაელებისთვის ცნობილი, ამას მხოლოდ თუ ქრისტიანი ამოკრიფავს და ჩაუკვირდება, ეს იყო ღმერთის მიერ გაკეთებული აქტი, რომ აქ უბრალო ხალხს, თუნდაც ისინი რომ გოიმებს უწოდებენ, წარმართებს აქვთ შესასვლელი
გზა არის გახსნილი იესო ქრისტეს მსხვერპლად შეწირით მისი სისხლის დაღვრით და ჩვენ უკვე შეგვიძლია მასთან შევიდე. ბოლოს როგორც გითხარით რომ ებრაელთაში ძალიან ბევრი ახსნა არის მეთქი, უბრალოდ ადგილებს წავიკითხავ. შევეცადე რომ დამელაგებინა მოსასმენად რომ გასაგები ყოფილიყო. ამიტომ თავებს და მუხლებს არ ვიტყვი, უბრალოდ ტექსტს წავიკითხავ. ისევ ხაზ გავუსმევ, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის უბრალოდ ქართული თანამედროვე ახალი აღთქმის ტექსტიდან ამოკრეფილი ადგილები. იგი პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად, ხოლო მეორეში იგი ლაპარაკია წმინდათა წმინდაში. მარტო მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც წირავს თავისთვის და ხალხის უმეცრებისთვის. აუცილებლად იგი სისხლით უნდა შესულიყო. სანამ დგას პირველი კარავი, სულიწმინდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმინდაში. ეს არწყო ჟამის იგავია, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველი სინდისის სრულყოფა, მხოლოდ საჭმელ სასმელითა და სხვადასხვა განბანვით, ხორციელი წესებით, ესენი დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე, ესე იგი ქრისტეს ჯარცვამდე. ქრისტე კი კეთილი მომავლის მღვდელმთავარი მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით, ხელთუქმნელით, ესე იგი არა ამნაირად მოწყობილით, არა ვაცთა და ზვარაგთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმინდათა წმინდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. რადგან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფრის მკურება წმინდა ფყოფს შებილწულთ დროებით, სანამ ცოცხლები არიან, რათა განიწმინდოს სხეული, მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენს ჩვენ სინდის მკვდარი საქმეებისაგან, ცოცხალი ღმერთის მსახურებისთვის. ახლა ჩვენ თამამად შეგვიძლია წარვდგეთ ღვთის წინაშე და შევიდეთ ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი. ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდათა წმინდაში, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ზეცაში, რათა წარსდგეს ახლა ღმერთის წინაშე ჩვენთვის. არა იმისთვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმინდათა წინაში სხვისი სისხლით, მაშინ მას სამყაროს დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა. ახლა კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით, ცოდვათა წარსახოცად. ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში. ის არის მსახური წმინდათა წმინდისა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა აღმართა და არა ადამიანმა. რადგან ყოველი მღვდელმთავარი განწესებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად, ამიტომაც მასაც, იესოსაც უნდა ჰქონოდა რაიმე შესაწირავი. და ბოლოს, ამრიგად, ძმებო, რა კი გვაქვს გაბედულება იესოს სისხლით სიწმინდეში შესვლისა, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდაში გავლით, თავისი ხორცის მეშვეობით და გვყავს მღვდელმთავარი ღმერთის სახლზე, მივიახლოთ მას მართალი გულით, სრული რწმენით, ბოროტის ინისისაგან განწმენდილი გულებითა და სუფთა წყლის მკურებით განბანილი სხეულებისთვის. მართლა ძალიან საინტერესოა, რომ კარვის აღწერას და ამ ყოველივე პროცედურებისა და მსახურების აღწერას ძალიან დიდი დრო აქვს დათმობილი ბიბლიაში და ბევრი თავები. ერთ-ერთი ძლიერი და ძალიან ცნობილი ინგლისელი ქადაგებელი ჯონ ვესლი ამ საკითხზე ასე ამბობს, რომ უფრო საინტერესო ალბათ ჩვენთვის, როგორც მკითხველებისთვის იქნებოდა მეტი დრო დაეთმო მოსეს აღეწერა, როგორ შეიქმნა სამყარო 6 დღეში, ვიდრე მაგალითად ეს ყველა აღწერილობა. და უცნაურია, რომ ღმერთმა მხოლოდ რამოდენიმე ძირითადი აღწერა მისცა თუ როგორ შეიქმნა სამყარო, მაგრამ რაც შეეხება ამ თავებს ძალიან წვრილმანი დეტალები მოგცა მისი და თუ რატომ მოხდა ეს, მიზეზი ამისი არის, რომ წმინდა წერილი არ არის დაწერილი იმისათვის, რომ ბუნების აღწერილობა მოგცეს. ბუნება ჩვენი თვალითაც ვხედავთ და როგორც პავლე ამბობს, საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა შეიგნოს, რომ ამ ყველაფერს შემქმნელი ყავს. მაგრამ ეს თავები აღწერს ისეთ რაღაცას, რასაც ჩვენით ვერ დავინახავთ. ეს არის მადლი, ცოდვა, გამოსყიდვა და ყოველივე ის, რაც ადამიანებს მხოლოდ გამოცხადების შედეგად შეიძლება გავიგოთ. და სწორედ ამიტომაც უთმობს ღმერთი ამ ყველაფრის აღწერას ასეთ დიდ დროს. რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ღმერთს, არის მხოლოდ ის, რაც მან თვითონ მოგცა, რადგან ყველაფერი მოდის მისგან.
როგორც დავითი ამბობს პირველ ნეშთა წიგნის 29 თავის მე-14 მუხლში, ყოველივე შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ. ღმერთმა არა მარტო თვითონ შექმნა ყოველი ის მასალა, რაც ხალხმა მოიტანა კარვის ასაშენებლად, არამედ თვითონ იმუშავა ამ ხალხის გულებში, რათა მათ სურვილი გასჩენოდათ უხვად გაცემისა. ბოლოს იმდენი მოიტანეს ყველაფერი, საკმარისზე მეტიც კი იყო და მოსემ უთხრა ხალხს, რომ აღარ იყო საჭირო მეტის მოტანა. გარდა ძვირფასი ქსოვილებისა, ამ კარავში გამოყენებული იყო 1 ტონა ოქრო და 3 ტონაზე მერტი ვერცხლი. საიდან ჰქონდათ ისრაელიანებს ყოველივე სიმდიდრე? ნაწილი მათ ეგვიპტიდან წამოიღეს და ნაწილი ალბათ ყამალეგზე გამარჯვებისას მოიპოვეს. 30 თავის მე-11-მე-16 მუხლების მიხედვით მოსემ შეაგროვა 9 შეკელი ვერცხლი ყოველი სამხედრო ასაკის კაცისაგან და 38 თავის 21-31 მუხლების მიხედვით სულ 100 ტალანტი და 1775 შეკელი ვერცხლი შეგროვდა. 1 ტალანტში არის 3000 შეკელი. ეს ნიშნავს, რომ სულ 603,550 კაცი იყო 20 წლის ზემოთ. კარავში იყო მოთავსებული 6 ნივთი და მათგან ყველაზე პირველად მოხსენიებულია კიდობანი. კიდობანი იყო ხის სკივრი, რომელსაც ჰქონდა დაახლოებით 1 მეტრი და 14 სანტიმეტრის სიგრძე, 68 სანტიმეტრის სიგანე და 68 სანტიმეტრის სიმაღლე. ის იყო მოთავსებული წმიდათა წმიდაში, სადაც ღვთის შექინა იყო დავანებული. მასზე იყო ოქროს თავსარქველი, რომელიც იყო ღმერთის ტახტი. კიდობანი ბევრი სახელებით არის მოხსენიებული ბიბლიაში. აღთქმის კიდობანი, რიცხვთა მე-10 თავის 33 მუხლი, ღმერთის კიდობანი, მესამე მეფეთა მესამე თავის მესამე მუხლი, უფლის კიდობანი, იესუნამნი მესამე თავის მე-15 მუხლი, უფალი ღმერთის კიდობანი, პირველი მეფეთა მეორე თავის 26 მუხლი, მოწმობის კიდობანი, გამოსვლის 25 თავის 22 მუხლი, წმინდა კიდობანი, მეორე ნეშთა 35 თავის მესამე მუხლი და ღვთის ძლიერების კიდობანი 131 ფსალმუნის მერვე მუხლი. კიდობანი წარმოადგენდა ღვთის ძალაუფლებას ისრაელის ბანაკში და ამიტომაც არის ის მოხსენიებული ყველაზე პირველად. კიდობანი ასევე არის სიმბოლო იესო ქრისტესი. ის იყო გაკეთებული აკაციის ხისაგან, რაც მიუთითებს ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე, მაგრამ ამავე დროს მთლიანად იყო მოპირკეთებული ოქროთი, რაც მიუთითებს მის ღვთიურ ბუნებაზე. კიდობანში იყო ჩადებული ფიქალები 10 მცნებით, მანა ჭურჭლით და არონის აყვავებული კვერთხი. ეს მიუთითებს, რომ ღვთის კანონი იყო იესოს გულში და მან სრულყოფილად აღასრულა რჯული. ოქროს თავსარქველზე მოთავსებული იყო 2 ქერუბიმი, ერთმანეთისაგან სახით მიბრუნებული, ერთმანეთისაკენ და მათი ფრთები ფარავდა კიდობანს. წელიწადში ერთხელ მთავარი მღვდელმთავარი შედიოდა წმინდათა წმიდაში და აპკურებდა შესაწირავის სიხს ოქროს თავსარქველზე. და ამით შეუნდობდა ღმერთი ისრაელის ცოდვებს მომავალ წლამდე. მაგრამ ქრისტემ ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და საკუთარი თავი შესწირა ჩვენი გულისათვის. მოსეს უფლება ჰქონდა შესულიყო წმინდათა წმიდაში, სადაც ღმერთი ესაუბრებოდა მას და უცხადებდა თავის ნებას ისრაელის ხალხისათვის. დღეს კი ღვთის ხალხს პირდაპირ მისასვლელი აქვს ღმერთთან იესო ქრისტეს სისხლით, რადგან ის არის ჩვენი ოქროს თავსარქველი. რადგანაც მან ჩვენთვის დაღვარა სისხლი, დღეს ღვთის ტახტი ჩვენთვის მადლის ტახტია. როცა მღვდელმთავარი წმიდაში შევიდოდა, მარჯვენა მხარეს დაინახავდა ტაბლას, რომელზეც პურები იდო, ხოლო მარცხენა მხარეს კი ოქროს სასანთლეს. წინ კი ოქროს სამსხვერპლო და მის უკან ულამაზეს ფარდა, რომელიც ყოფდა წმინდას წმინდათა წმინდასაგან. ტაბლა იყო 91 სანტიმეტრის სიგრძით და 46 სანტიმეტრის სიგანით, 68 სანტიმეტრის სიმაღლის. ისიც ისევე როგორც კიდობანი, გაკეთებული იყო აკაციის ხისაგან და მოპირკეთებული იყო ოქროთი. კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი მხსნელის ადამიანური და ღვთიური ბუნებისა. ყოველ კვირას 12 კვერი ცხვებოდა. ზუსტი რეცეპტი ლევიტელთა 24 თავის მე-5-მე-9 თავებში მუხლებშია მოცემული. ზუსტი ზომა არ ვიცით, მაგრამ ფქვილის წონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კვერები საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალხს მოჰქონდა ფქვილი როგორც საჩუქარი ღმერთისათვის. ყოველ შაბათს მღვდლები მიირთმევდნენ კვერებს და ახალ კვერებს აწყობდნენ ტაბლაზე. ამავე დროს გუნდრუკიც იდებოდა და იკმეოდა სპეციალურ ჭურჭელში, რაც მიუთითებს, რომ ეს იყო პურეული ძღვენი უფლისათვის. სამადლობლად, რადგან უფალი მათ ყოველდღიურ საკვებს აძლევდა და მათ ყველა საჭიროებას აკმაყოფილებდა. კვერებს ასევე ეწოდებოდა საწინაშეო პურები. პირდაპირ თარგმნოთ სახის პურები. 12 კვერი ტაბლაზე ახსენებდა მღვდელმთავრებს, რომ ისინი ემსახურებოდნენ ღვთის რჩეული ხალხის ისრაელის 12 ტომს. ამ 12 კვერით
ისრაელის 12 ტომი იყო წარმოდგენილი ღვთის წინაშე და ღმერთი იყო მათ შორის ბანაკში. 12 ტომი ასევე მღვდელმთავრების გულსა და მხრებზე ეფოდის ქვებითაც იყო წარმოდგენილი. ეს მიუთითებს, რომ ღმერთი კვებავს თავის ხალხს, ატარებს თავის მხრებზე და ჰყავს თავის გულში. მაგრამ ეს ასევე მიუთითებს, რომ ისრაელი იყო მოწოდებული მიეცა სულიერი საკვები დანარჩენი მშიერი ხალხებისათვის. საკვები, რომელსაც ღმერთისგან იღებდნენ და იესო, რომელიც არის სიცოცხლის პური. პავლემ ეკლესიაში შეადარა უფუარ კვერებს. 1 კორინთელთა მეხუთე თავის 1-დან მერვე მუხლები და მეათე თავის მე-16-მე-17 მუხლები. და ჩვენი როგორც ქრისტიანების მოვალეობა ვუქადაგოთ სამყაროს ღვთის სიტყვა და გავაცნოთ ცოდვილებს იესო ქრისტე, სიცოცხლის პური. სასანთლე გამოჭედული იყო დაახლოებით 140 კილოგრამი ოქროსაგან, მაგრამ მისი ზომები არ არის მოცემული. ის იქნებოდა ულამაზესი ნაკეთობა თავისი 6 ტოტით, კვირტებით და ყვავილებით. წმინდაში გარედან არ შემოდიოდა სინათლე, ამიტომაც სასანთლე იყო სინათლის ერთადერთი წყარო. აარონი და მისი შვილები ანთებდნენ კანდლებს და აკმევდნენ საკმეველს სამსხეპლოზე. საკმეველი არის ლოცვა და ლოცვა უნდა იყოს ღვთის სიტყვის მიხედვით, რომელიც არის სინათლე. ღვთის სიტყვის კითხვა და ჩვენი ლოცვები უნდა იყოს სული წმინდისაგან, რომლის სიმბოლოც არის ზეთი, რომელიც იწვოდა სასანთლეში და ცეცხლი. სასანთლე ასევე არის სიმბოლო ისრაელისა, რომელიც ღმერთმა აირჩია, რათა ყოფილიყვნენ სინათლე წარმართთათვის. სასანთლე იდგა წმინდაში, სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ ენახათ და არა გარეთ, ასე რომ ყველას არ შეეძლო ამ სასანთლის დანახვა. მაშინ როგორ არის ის სიმბოლო ისრაელის მოწმობისა წარმართთა შორის? ისრაელის ურთიერთობა ღმერთთან სხვა შეწირვითა და სახურებით იყო გამსაზღვრელი, თუ როგორი იქნებოდა მათი მოწმობა და ღვთის სიტყვის გავრცელება წარმართებში. როცა ისრაელმა შეწყვიტა ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება და თაყვანისცემა და კერპების თაყვანისცემა დაიწყო, სწორედ მაშინ დაკარგა თავისი როლი, ყოფილიყო ღვთის მოწმე წარმართ ხალხთა შორის. ასევე იესო ქრისტე მოვიდა როგორც სინათლე, როგორც შუქი წარმართთათვის და ეს სინათლე ვრცელდება ეკლესიის მოწმობის საშუალებით. გამოცხადების პირველი თავის მე-9-დან მე-20 მუხლებში ნაჩვენებია, რომ ჩვენი უფალი დგას 7 სასანთლის შუაში, რომელიც წარმოადგენდა 7 ეკლესიას. სასანთლის 7 ლამპარში შუქი ინთებოდა ზეთის საშუალებით. როგორც კვერების დასაწყობად ხალხს მოჰქონდა საუკეთესო ფქვილი, ასევე მოჰქონდათ სუფთად გამოხდილი ზეთისხილის ზეთი გასანათებლად. ზაქარიას მე-4 თავი გვაცნობს, რომ ზეთი არის სიმბოლო სული წმინდისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ღვთის განდიდება და მოწმობა. იესომ თქვა, ჩემს გარეშე არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. მღვდელმთავრების მსახურება კარვის წმინდაში იყო არა ხალხის წინაშე, არამედ იყო ღვთის წინაშე და ღმერთისათვის. ქრისტიანულ ცხოვრებაში მთავარია ის, რასაც ღმერთი ხედავს და არა ის, რასაც ხალხი ხედავს. თუ ღმერთი იწონებს, რასაც ხედავს და ჩვენი სინდისი სუფთაა მის წინაშე, მაშინ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ხალხი რას ფიქრობს, ან ამბობს ჩვენ შესახებ. ღმერთი თვითონ მიიღებს და დალოცავს ჩვენს მსახურებად. ეზერამ ხო არ მოამზადა რამე? ხომ არ დავამატებთ რამეს, თუმცა იმძე დაწვრილებით ხო ყველაფერი გადმოცემული, დანარჩენს შეიძლება თქვენ დამოუკიდებლადაც დაიწყოთ ამაზე ძიება. მოგესალმებით. ალბათ ზოგიერთი მკითხველი არ მიაქცევს ყურადღებას ამ თავებს. ჩათვლებს, რომ აქ რაც არის აღწერილი, მას არ ეხება და ჩვენ დროებას არ შეესაბამება. არდა ეს თავები ქრისტიანისთვის ძვირფასი თავებია. ბევრი წიგნი მიეძღვნა სავანეს და კიდობას. ერთ-ერთი მათგანი უკვე იყო დასახელებული, სახელწოდებით ოქროს სახლი, რომლის ავტორია ჯონ როუ. ჩემი საუბარიც ამ თავებზე ძირითადად ამ წიგნიდან იქნება. რატომ მიუძღვნა ჯონ როუმ წიგნის სავანეს? პირველ რიგში ყოველი ნივთი თუ ფერი სავანისა მეტყველებს და მიგვითითებს იესო ქრისტეზე. როგორც ებრაელთა წერილის მე-10 თავში წერია, ეს არის აჩრდილი მომავალი სიკეთეთა. სავანის გეგმა ღმერთის წინასწარ ქონდა გამზადებული. ასევე იესოც წუთი სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოევლინა ჩვენი გულისათვის. 1 პეტრე 1:20. ღმერთმა გამოიყვანა ისრაელის ხალხი მონობიდან, იცავდა მათ მტრებისაგან, ზრუნავდა მათზე, მიუძღოდა უდაბნოში. ისინი კი საყვედურობდნენ, ღმერთის კი გამოცადეს და ასეთი ხალხში ინება ღმერთმა დავანება. გამიკეთეს საწმინდარი, რათა დავივანო მას შორის. გამოსვლა 25:8. ასევე იესოც სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი. სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი. იოანე 1:14, ესაია 9:2. კარავი შედგებოდა 2 ნაწილისაგან, სადაც კიდობანი იყო მოთავსებული, ამ ნაწილს ეწოდებოდა წმინდათა წმინდა, ხოლო სადაც სასანთლე, ტაბლა და საკმევლის სამსხვერპლო იდგა, ამ ადგილს ეწოდებოდა წმინდა. მათ ყოფდა ქერუბინებით მოკარგული ფარდა.
კარვის სიგრძე იყო 13.5 მეტრი, სიგანი და სიმაღლე კი 4.5 მეტრი. ცნობისათვის, ერთი წრთა დაახლოებით 45 სანტიმეტრია. ღმერთი პირველად ავალებს, რომ გააკეთონ კიდობანი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კიდობანი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სავანისა. კიდობანი დამზადებული იყო აკაციის ხისგან. აკაციის ხე მუხასავით მაგარი ხეა და მის წვენს იყენებდნენ სამკურნალოდ. იგი გარედან და შიგნიდან მოჭედილი იყო წმინდა ოქროთი. ხე მოწმობს ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე. ოქრო კი მოწმობს მის ღვთიურ დიდებას. ასეთი იყო იესო, როდესაც დააბიჭდა ამ დედამიწაზე. ღმერთი და ადამიანი ერთად მოცემული. ღმერთი, რომელიც განცხადდა ხორცში, უცილობდა დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებული იქნა სულში, დანახული იქნა ანგელოზების მიერ, ნაკადაგები იქნა წარმართებში, მიღებული იქნა წუთისოფერში რწმენით და ამაღლდა დიდებაში. 1 ტიმოთე 3:16. ადამიანები უპირველეს ყოვლისა იესოში ხედავდნენ ადამიანს. მხოლოდ ზოგიერთ მათგან თუ შეძლო დაენახა მასში ოქრო, მისი ღვთიური წარმომავლობა. ზეციერი მამა კი უპირველეს ყოვლისა იესოში ხედავს ოქროს, თავბრიობის საწყის. ქრისტიანი წააგავს ხეს. იგი მიწიერი ადამიანია, მაგრამ შიგნით კი მოოქროვილია. ეს მართლაც დიდი სასაულია და ეს ასეა, რადგანაც ამას მოწმობს ბიბლია. ყველა მორწმუნე, ყველა ღვთისშვილი ღმერთის ქრისტეს სამართლიანობითაა გამართლებული. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის წინაშე მართალი. 2 კორინთელთა 5:21. კიდობას ჰქონდა ხალასი ოქროსაგან დამზადებული თავსარქველი. იგი წარმოადგენს ღმერთის ტახტს. ეს არის სამების ტახტი. აქ უნდა ყოფილიყო სამჟავრო ადგილი. ღმერთი უყურებდა თუ როგორ არღვევდნენ ადამიანები მის მცნებებს, რომელიც მოთავსებული იყო კიდობაში. და ამ დანაშაულის გამო ღმერთს უნდა დაესაჯა ცოდვილების საუკუნოდ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი ასხურებდნენ კიდობას სისხლს. იგი განასახიერებდა სრულყოფილი შესაწირავის წმინდა სისხლს დაღვრილის ჯვარზე. და ამ სისხლის გამო სამჟავროს ტახტი გადაიქცა მადლის ტახტად. უსასყიდლოდ მართლდება მისი მადლით ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით, მისავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილი ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სურგზელობაში. რომელთა 3:24-25. ორი ოქროს ქერუბიმი მოთავსებული იყო სარქველის თავზე. ქერუბიმები არიან სულიერი არსებები, რომლებიც დაარაჯვებდნენ ღმერთის ტახტს. ისინი ძირცხოვანი მახვილით იცავდნენ ედემის ბაღს, დაბადება მესამე თავი. მაგრამ აქ ქერუბიმები არ არიან საომრად განწყობილი. მათ ყოფნა დაკავშირებული არის მათთან. მათი ფრთები გაშლილია კიდობის თავზე და სახით დახურებენ მის თავსარქველს. ისე თითქოს აღტაცებულნი და განცვიფრებულნი იყვნენ კიდობანზე შესხურებული სისხლით. მადლობა იესოს, რომ აღარ არის სამჟავროს ტახტი. ზეცაში არის მხოლოდ მადლის ტახტი. მათთვის, ვინც ირწმუნა უფალი ქრისტე და მიიღო სამება. ბედნიერია, ვინც მივა მადლის ტახტთან, რომ მიიღოს პატიება და კურთხევა. ღმერთის მადლის პერიოდი უკვე 2000 წელზე მეტი გრძელდება, მაგრამ იგი დასასრულს უახლოვდება. როდესაც დაბრუნდება ქრისტე, დადგება განკითხვის დრო. ვისაც არ მოუნანიებია და არ დაბადებულა იესო ქრისტეში, გადარჩენას ვეღარ შეძლებს. მათთვის დარჩება მხოლოდ სამჟავროს ტახტი. კიდობაში მოთავსებული იყო რჯული, 10 მცნება. დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთ იესო ქრისტეს შეძლო ეთქვა შემდეგი სიტყვები: ღმერთო, რჯული შენი ჩემ გულშია. ფსალმუნი 29. უფალმა იესო ქრისტემ შეასრულა რჯული ჩვენმა გივრად და გაგვამართლა ჩვენ. კიდობაში ასევე ინახებოდა ზეციური მანანით სავსე ოქროს თასი. იოანეს სახარების მე-6 თავში ნათქვამია, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი პური მორწმუნეთათვის. კიდობაში ჩვენ ვხედავთ არონის ნუშის ხის კვერცხს. ეს ის კვერთხია, რომელიც ერთხელ აყვავდა, რის თხომ მეჩვენებდა თავში. სხვა ხეებთან შორის ნუშის ხე ყველაზე ადრე ყვავილობს გაზაფხულზე და იგი სიმბოლოა ახალი სიცოცხლის დასაწყისისა, სიკვდილის შემდეგ. სასწაულებრივად აყვავებული კვერთხი გვახსენებს იესო ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას, რომელიც მკვდრეთით აღდგა და ჩვენი მღვდელმთავარია მარადის. წმინდაში შესვლისას უპირველესად ჩვენ ყურადღებას მიიპყრობს სინათლე, ესე იგი სასანთლე. ღმერთი არის ნათელი. ქრისტემ განგვიცხადა, რომ იგი არის სუთისოფლის ნათელი, იოანეს 9:5. სასანთლე უბრალოდ რკინისაგან კი არ იყო ჩამოსხმული, არამედ იგი გამოჭედილი იყო წმინდა ოქროსაგან ჭედლის მიერ. წმინდა ოქრო სანამ სასანთლის ფორმას მიიღებდა, მრავალჯერ იყო ნაჭედი. მას განცდილი ჰქონდა ოქრომჭედლის უროს მრავალი დარტყმა. იესო ქრისტესაც, რომელიც ჭეშმარიტი სინათლის წყაროა, დიდი განსაცდელის სასტიკი ტანჯვისა და მრავალი დარტყმის გადატანა მოუხდა ჯავათის ხელიდან. სასანთლის მთავარი ღერძიდან მოდიოდა 6 ტოტი. სიბნელეში ანათებდა სასანთლის 7 კანდელი. საწვავად იყენებდნენ ზეთს, რომელიც მიგვანიშნებს სულიწმინდაზე. სათავსოფლოში ქრისტიანები კვლავ იხილავენ მარადიულ წმინდა სინათლეს. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე. გამოცხადება 21:23. სასანთლის მოპირდაპირე მხარეს იდგა ოქროს ტაბლა. მასზე 12 პური იყო დაწყობილი.
ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო ისრაელის შტო. ტაბლა იესოს წინასახია. როგორც ტაბლა ატარებდა მასზე დაწყობილ პურებს, ზუსტად ასე ქრისტეს მიხავს ადამიანები ღმერთთან. მამა ღმერთი იღებს ადამიანებს იმიტომ, რომ იესო მიიყვანა ისინი მასთან და ღმერთი ხედავს მათ უფლის სინათლის ქვეშ განათებულ. 12 პური წარმოადგენს ისრაელის 12 ტომს. ტაბლას ირგვლივ გაკეთებული ჰქონდა ხელისყულის სიმაღლის ჩარჩო, ხოლო ჩარჩოც კი შემორტყმული ჰქონდა ოქროს გვირგვინი. ალბათ სწორედ ეს ოქროს გვირგვინი აკავებდა პურებს, რომ მაგიდიდან არ გადაცვენილიყვნენ. უფალი იესო არის ეს ოქროს გვირგვინი. ქრისტეს ძლიერი მარჯვენით უყრია თავისი ხალხი. იგია მათი მფარველი. განა საკმარისად ძლიერი არ არის ღვთის ძის ხელი, რომ დაიცვას მან თავისი ხალხი. ყოველ შაბათს მღვდელები ჭამდნენ საწინაშე პურს და მათ ნაცვლად ალაგებდნენ ახალ პურს. პურები ტაბლაზე წარმოადგენდნენ მღვდელთა საკვებს. ასე იყო ღმერთისგან დადგენილი. იონეს სახარებაში მე-6 თავში წერია, რომ ზეციდან მოვლინებული უფალი ეს არის ჭეშმარიტი პური, ვინც ეზიარება მას საუკუნე ციცოცხლებს. კარავი აშენებული იყო ხის ძელებისგან, რომლებიც გარედან იყო მოოქროვილი. კარვის მშენებლობაში იყო გამოყენებული 48 ასეთი ძელი. უდაბნოში ქვიშაზე აშენებულ ოქროს კარავს, რა თქმა უნდა, ესაჭიროებოდა ძალიან მყარი საბუძველი. როდესაც დგამენ სახლს, უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ მის საძირკველზე, რათა მთელი ნაგებობა მყარი იყოს. ამ კარვის არქიტექტორმა იზრუნა ამაზე. საძირკველად დაერჩია დიდი ვერცხლის ფილები. თითოეული მათგანი იწონიდა დაახლოებით 40 კილოგრამს. თითო ძელი ორი ასეთი ვერცხლის ფილაზე იყო დამაგრებული. საიდან შეიძინეს ვერცხლი? ღმერთმა დაავალა მოსეს, რომ გადაეთვალა ყველა მამროვანი 20-დან 50 წლამდე და დააკისრა ყველა მათგანს გადასახადი. ამ გადასახადს ეწოდებოდა გამოსასყიდი ვერცხლი. გადასახადი, როგორც მდიდრებისთვის, ასევე ღარიბებისთვის თანაბარი იყო. დღესაც არის დაცული ეს პრინციპი. ის ადამიანები ითვლებიან ღვთისშვილებად და იესო ქრისტეს ეკლესიის ნაწილად, ვისთვისაც გამოსასყიდი გადახდილია. ახლენ დროში ღმერთის სახლი იგივე საძირკველზე დგას, იგივე ძვირფალ გადასახადზე, რომელიც იესომ ჩვენ გამოსასყიდად გადაიხადა. რა კიცით, რომ არახრწნადი ვერცხლით ან ოქროთ იქნებით გამოსყიდულნი, მამებისაგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიცო და უმანგო კრავისა. 1 პეტრე 1:18-19. კარვის ზემოდან გადაფარებული იყო 4 დიდი გადასაფარებელი, რომელიც მის სახურავს წარმოადგენდნენ. ეს გადასაფარებლები ოქროს კარავს წვიმასა და ქარისაგან იცავდა, ვინც კი დადგებოდა შიგნით კარავში ან წმინდასა წმინდაში და ჭერ შეხედა იხილავდა შთამბეჭდავ სანახაობას. თვალწინ თითქოს იშლებოდა ხედი ზეცისა. თავ ზემოთ იყო ქერუბიმებით მოკარგული 4-ფერი გადასაფარებელი. აქ წმინდა ღმერთი იყო დავანებული. ბოლომდე დაშვებული გადასაფარებლის გვერდები მთლიან სავანეს ფარავდა. ამ გადასაფარებლის ზემოთ მოთავსებული იყო თხის მატყლისაგან გაკეთებული გარეთ გადასაფარებელი. მას ეწოდებოდა სავანის გადასაფარებელი. ეს საფარველი ქვემო ლამაზ გადასაფარებელს და მთელს ნაგებობას ცუდი ამინდებისაგან და დაზიანებისაგან იცავდა. სიმბოლურად ეს საფარველი განსაკუთრებით კი მეორე მიუთითებდა გარე სამყაროსგან გამოცალკევებაზე. თვის სახლი გამოყოფილია მთელ ქვეყნიერებისაგან, ვინაიდან ცოდვა დაცემული ბუნება ძალიან დავშორებულია ღვთის სიწმინდეს. ანალოგიას გავაგრძელებ და ვიტყვი, ჭეშმარიტი მორწმუნე უნდა ცხოვრდეს ღმერთის ღირსად. ჩვენ იზოლაციაში უნდა ვიყოთ და გამოვეყოთ არა ურწმუნოებს, არამედ უპირველესად ჩვენ შიგნით არსებულ ცოდვას. მესამე გადასაფარებელი კეთდებოდა ვერძის ტყავისაგან, რომელიც შეღებილი იყო წითელი ფერით. ვერძი იკვლევოდა მაშინ, როდესაც ხდებოდა ლევიტელთა მღვდელთა კურთხევა. შეწირული მსხვერპლი მეტყველებს ძის ერთგულებაზე მამის მიმართ. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ფილიპელთა 2:8. წითელი ფერი გვახსენებს ჯვარზე დაღვრილ უფლის სისხლს. გარეთა გადასაფარებელი დამზადებული იყო მაჩვის ტყავისაგან. გარედან იგი არ იყო მომხიბვლელი, არც სტანადობა ჰქონდა მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული, მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენ უჯრედობის გამო. ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენ გავიკურნეთ. ესაია 53. ტილოები და ფარდები 4 ფერით იყო მოკარგული: თეთრი, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი. ყურადღებით შევისწავლოთ ისინი და ვნახოთ თუ როგორ განმარტებას იძლევა მათ შესახებ წმინდა წერილი. 4 სახარებაში განცხადებულია უფალი იესო ქრისტეს 4 განსაკუთრებული მხარე და სავანის ფარდის ფერებიც ამაზე მეტყველებენ. ცისფერი ფერის მნიშვნელობის გამოცნობა არ უნდა იყოს ნელი, თუნდაც შეხედეთ ცას. სამართლიანად ეწოდება იესოს ზეციური უფალი, დიდების უფალი. მიწაზე ყოფნისას იგი იყო ზეციდან მოვლინებული და ამასთანავე ზეცაში არსებული და ის იყო ადამიანი და ასევე ძე ღვთისა, ჭეშმარიტი ღმერთის ძე. იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნე სიცოცხლე. 1 იოანე 5:20. იოანეს სახარება წარმოგვიდგენს იესო ქრისტეს როგორც ჭეშმარიტ ღვთის ძეს. თეთრი ფერი მოწმობს სიწმინდეზე და სამართლიანობაზე. ფარდის თეთრი ფერი მიგვანიშნებს ქრისტეს უბიწობაზე. ეს სითეთრე აგრეთვე მოწმობს მის წმინდა და სრულყოფილ ცხოვრებაზე, რომელიც მან მიუძღვნა მამა ღმერთს და ადამიანებს.
ქრისტე იყო სრულყოფილი ადამიანი, ერთგული მსახური თავის ზეცილი მამისა. ზუსტად ასეა წარმოდგენილი იესო ლუკას სახარებაში. ძოწეული ძალიან ძვირფასი ნაჭერი იყო. მხოლოდ მეფეებს და დიდგვაროვნებს შეეძლოთ ეტარებინათ ამ ნაჭრისაგან დამზადებული დასაცმელი. უფალ იესო ქრისტე მიიღო დიდება როგორც ისრაელის ჭეშმარიტი მეფე. ძოწეულის სამოსელში იესო გვხვდება მათეს სახარებაში. ამ სახარებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი იესო ქრისტეს როგორც აღთქმულ ისრაელის მეფეს. ჭიაფერი ეს კაშკაშა წითელი ფერია. ძველთაგანვე ასეთი ფერის სამოსელი მეფური ღირსების ნიშანს წარმოადგენდა. ჭიაფერი განასახიერებს იესო ქრისტეს დიდებას, როგორც ძე კაცისას. მერვე ფსალმოში საუბარია ამაზე, რომ ყველაფერი ამ სამყაროში მას ემორჩილება. ასეც წარმოადგენს იესოს მარკოსის სახარება. იგია ძე კაცისა, ტანჯვისა და დამცირებისა სიკვდილის მიუხედავად ქრისტე ამაღლდა მიწიერ მეფეებზე. იგია უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. საინტერესოა, რისგან იყო დამზადებული კარვის იატაკი. ალბათ გაიფიქრებთ, რომ იგივე მასალიდან, რისგანაც იყო დამზადებული კედლები, ესე იგი ოქროსაგან. ანდა შესაძლებელია ხისგან. გაგიკვირდებათ, იატაკი იყო ქვიშის. ღმერთის სახლი, ოქროს კარავი, თვალის მომჭრელი სილამაზე, სამეფო სიდიადე და იატაკი კი ქვიშის. მიუხედავად ყოველივე ამისა, ღმერთის ოქროს სახლი იდგა ქვიშაზე. ეს მიგვინიშნებს იმაზე, რომ ღვთის ხალხი მორწმუნენი იმყოფებიან გზაში. მოგზაურობენ უდაბნოში, სადაც არ მოიპოვება არაფერი ისეთი, რაც შეიძლება გამოადგეთ მათ მარადიულ ახალ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც ქრისტე ამაღლა ზეცად, ყოველი მორწმუნე ხდება ის ჭურჭელი, ის ტაძარი, სადაც ღმერთი სულიწმინდა ივანებს. ანდა ნუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმინდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენ თავს არ ეკუთვნით. 1 კორინთეთა 6:19. ახალი აღთქმის მიხედვით მორწმუნეები წარმოადგენენ ღმერთის სახლს, მის სავანეს და მორწმუნეთა გაერთიანება არის ქრისტეს ეკლესია. მოციქული პეტრე ქრისტიანებს ადარებს ცოცხალ ქვებს და წმინდა სამღვდელოებას. თქვენც აშენდებით ცოცხალ ქვებივით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად, იესო ქრისტეს მიერ. 1 პეტრე 2:5. მადლობა მოსმენისათვის. ეხლა რაც შეიძლება კონცენტრაცია რაზე უნდა გაკეთდეს 25, 26, 27, 28 თავი 30-ის ჩათვლით, რომელიც ესე დაწვრილებით არის აღწერილი ეს და კითხვა ასე იყო დასმული. ნახეთ, აი პირველ ორ თავში დაბადებაში დაწვრილებით არის სამყაროს შექმნა. ხო, მთლიანად და აქედე ყველაფერი დეტალურად არის. ისე დეტალურად, რომ რო არ იცოდე გადმოცემით პროექტ შეადგენდა ააგებ. უცნაურია ადამიანის თავში ასეთი ისენი არ მოუვა. და კიდე ერთხელ იმად გასაგონად, ვინც სკეპტიკოსები არიან, რომ ბიბლია დაწერილია ჩვეულებრივი ადამიანურ ენაზე და ეს არის იცი ლიტერატურა და მოსას მიაკუთვნებენ, კატეგორიულად არ ვიზიარებ ამას მე. ჩვენი გამოკვლევებითა და დამატებითი ლიტერატურასთან გაცნობით მე არ ვდივარ ამ პოზიციაზე. ეს არ შეუძლია ადამიანურ გონებას ადამიანი ესე ვერ გადმოცემს. ეს არის ზუსტად აი რომ მიუთითებს არქიტექტორი რაღაცნაირად ესეთ. არ ვიცი კითხვის პროცესში თქვენ გაგიჩნდა თუ არა ასოციაციები. მაგალითად აი ეს ჩვეულებრივი ჩვენი სახლი. სახლი საერთოდ საცხოვრებელი სახლი. სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული სახლი ვიცით ჩვენ ქვეყანაში, ხო? არის ყოფითი სახლი და არის ყოფით სახლის შორის კიდე განსხვავება მდიდრული და არამდიდრული. დეტალურად არის მაგალითად მთელი რიგი ადგილები თუ დაათვალიერებთ არქიტექტურულ ნაგებობას, პროექტორი როგორ აკეთებს ეს არქიტექტორი მოდი ვთქვათ, არქიტექტორი ყველაფერს დეტალურად ისე გადმოცემს, რომ ძალიან ბევრი ხალხმა ეს არ იცის. სად შედის, როგორ იცხოვრებს, საერთოდ სასტუმროში შედიხართ და არაფერი არ იცით გარდა იმისა, ოთახში იხვიდეთ დაიძინოთ. არ იცით მისი, ვთქვათ, კარკასი, ჩონჩხი, როგორია მასალთა გამძლეობა, რა მასალებია გამოყენებული, ეს დამალულია ყველაფერი. ნახეთ, აქ რა დაწვრილებით არის ყველაფერი გადმოცემული, რომ მეანიშნებს იმაზე, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მატერიალური რამ. ისეთი რამ, რომელიც იცით რა არის, შეხვალ და იცხოვრებს ღმერთი. ღმერთს არ ჭირდება საცხოვრებელი ადგილი, იცით კარგად. აქ არის უფრო ღრმა აზრი ჩადებული კერძოთ ის, რომ რომ შეხვდეს ცოდვადაცემული ადამიანი ღმერთს, ამისათვის ცოდვილი არ უნდა იყოს. ცოდვა არის ის ბარიერი, რომელიც ჩვენ გვაფერხებს ღმერთთან ურთიერთობას. ყველა ადამიანს უნდა ღმერთთან ურთიერთობა და სწორედ იმის გამო, რომ ღმერთი არ ურთიერთობს ადამიანთან, წარმოიქმნა ისეთი თეორიები, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ და საერთოდ ათეიზმამდე მივიდა ადამიანი, ან მივიდა უპიროვნო ღმერთამდე, ან მივიდა ენერგიამდე, ან მივიდა თავის გაღმერთებამდე. და მარტივი პასუხი ამაზე ეს არის, შენ ვინ ხარ რომ ღმერთთან წარდგე? რას წარმოადგენ ჯერ? ბიბლია ამაზე პასუხს გვაძლევს თუ რატომ არის რომ ღმერთი სიყვარულისა გამო, ჩვენი სიყვარულისა გამო გვემალება და სხვადასხვაენი საშუალებებით, სახეებით დომინირებს იმყოფება ჩვენთან. და ბოლოს იესო ქრისტეს სახით, განკაცებული იესო ქრისტეს სახით მოდის, როცა უკვე იცით ასეთი ცეცხლის მრქვეველი და მრისხანე არ იქნება. აი დადიოდა იესო ქრისტე ცოდვილ ადამიანებთან, ჯერ არ ცოდვა გამოსყიდული, მაგრამ არავინ რო ეკარებოდა და ხელს ადებდა იესოს, არავინ არ კვდებოდა
მიაქცეთ ყურადღება, იგი შემოსილი იყო იმ მასალით, რომელი მასალითაც ჩვენ ავად. განსხვავება ის არის, რომ ჩვენი მასალა ცოდვას დაქვემდებარებულია და დაბრეცილი დამახინჯებული არის. იესო ქრისტეს იგივე მასალა, სხეული რო ქვია და ისეც აღებულია ეს მიწიდან იყო, ღმერთი სასწაულ ქმედებით არის ეს დაბადებული და ადამიანის საშოში არის ჩასახული. შემოდის ესე და უკვე ხიფაც კი არ წარმოადგენს ადამიანებისთვის. დადიან საუბრობენ მასთან, ლაპარაკობენ და რჩება შთაბეჭდილება ის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი. ეხლა მიაქცეთ ყურადღება ფარისევლები ახალ აღთქმაში რატომ არ იღებენ იესო ქრისტეს როგორც ღმერთს. მათი ციან ძველი აღთქმაში აი ეს რაც ჩვენ წავიკითხეთ ახლა. ღმერთის ბუნება იციან დეტალურად როგორ ის არის და ისევ ის გაგება აქვთ ახალ აღთქმაში ფარისევლებს, რაც ხონდა ძველ აღთქმაში. რომ ღმერთი არ შეიძლება ადამიანის ფორმით მოვიდეს. თუმცა ნაწილანსარმეტყველები ეს, მაგრამ ტვინი დაბრეცილია ყველას და დაბნელებული. უნდა მოვიდეს გამოსყიდვა, აბა როგორ შეიძლება ამ რიტუალებით გამოსყიდვას აზრი არ აქვს. ესენი ისევ რჩებიან ასე და კიდე რაღაც თავის მესიას კიდე ელოდებიან და გამომსყიდველი მესია ვერ შეიცნეს აი ამ დეტალურად აი ამ კარვის აღწერილობაში და როგორ არის ეს, რომ დისტანცირებული არის, ხომ არავის უფლება არ აქვს შევიდეს. ღმერთი მანდ არის იმ ფორმით, რომელსაც დიდება ქვია შახინა. და ეს დეტალები ყველაფერი ძვირფასი ნივთებით გაწყობილი და სხვათა შორის ის აკაცია ისეთი მასალა არის. ძვირფასი ხია ეს, რომ ნაკლებად ლპობადი მასალა არის ეს. ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ყოფნა შეუძლია. და ნახეთ, აი, როცა აღინიშნა, რომ ეს ადამიანის ბუნებას წარმოაჩენს ქრისტესასო, განსხვავება ის არის, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება სხეული ლპობადი არის. იესო ქრისტეს ლპობა და ხრწნა არ გაუულია. ესე იგი, ეს იმას არნიშნავს, რომ იგი, თქვათ, მიწაში რომ დასაფლავებულიყო, დაალპებოდა ამ შემდეგ და ამ შემდეგ. გამორიცხეთ ეგა. უბრალოდ აი ეს სიმბოლოს, როცა სახეებზე ვლაპარაკობთ, აკაცია მან და არა რაღაც ისეთი მასალა ხის, რომელიც მალე ფუჭდებადია და მალე ლპობადი. ძვირფასი მასალაა ეს. და ის ოქროც მოვარაყება სწორედ მეანიშნებს იმ სახეებზე და ამიტომ არის იესო ქრისტეს სახეები ძველ აღთქმაში, რომ მოვძებნოთ და რა კარგად არის ახალ აღთქმაში ებრაელთა ეპისტოლე პავლეს რო ვაკუთვნებ პირადად მე 13 წერილი, აი როგორ არის გახსნილი. ამიტომ ბიბლიით წაიკითხება და აიხსნება. თუ დამატებითი ცნობები უნდა კაც ლექსიკონებით, ღმერთის წყალობით ესეთი ხალხი ჩვენზე ადრე მუშაობდა, თქვენ გაიმდიდრებთ ამ ცოდნას და როგორც მე აღვნიშნე, გაფართოვდება თქვენი თვალსაჩინო როგორც ინფორმატიული თვალსაზრისით, მაგრამ სულის ამაღლებისთვის ეს რისი მომცემია? ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ბიბლიის გაცნობის დროს რწმენა ისე გაძლიერდეს, რომ არ შემოვიდეს ისეთი გრძნობა, რომ ეს ღმერთი კი არ არის ადამიანია, რაც ბევრს მოუვიდა. აი ამიტომ დაწვრილებით ასე იმაშვებით და უკვე რწმენის ეფექტას აქვს ადგილი კულმინაციურ ადგილს რომ მივახცეთ, ეს არის გოლგოთა. და როცა უკვე ირწმუნებ, რომ რა გააკეთა ღმერთმა, მადლიერებით იყვსების, რომ მან გახსნა გზა მამასკენ და აღარ გვაშინებს ჩვენ და დაადასტურა კიდევაც ხორჩესხმული იესო უკვე საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. ერთგვარი შესავალი გაკეთა, როცა იგი განკაცდა და ისე მოვიდა. მანამდე გახსოვთ ალბათ ვერავინ ვერ ეკარებოდა. სინაის მთაზე რა დღეშია, გულგახეთქილია ხალხი, ღრუბლებიდან ლაპარაკობს. მოსესაც კი აქვს დისტანცირებულია, დანარჩენზე ლაპარაკიც არ არის. რაღაც ერთგვარად სტიქიური სენიც დაემთხვა ამას და ღმერთის ალაპარაკებას აღმოხდა რა, შეირყა მთები და შიშისაგან ხალხი უკან იხევს. წარმოიდგინეთ ესა. აი ეს გაგება ქონდათ ფარისევლებს და როგორ წარმოედგინათ ის, რომ ასეთი ღმერთი, რომელიც შიშის არ სცემდა წინ წლებში მორწმუნეებს თუ არ უნდა მიყარებოდი და ეს როგორ შეიძლება ჩვენთან გაიგიოს თავი, უცებ მოდის კაცი და იძახის მე ვარ ღმერთი. ესე იგი, მე რა ლაპარაკობ ამას, რომ თუ ჩვენ კანონზომიერებიდან შევალთ ბიბლიაში, ჩვენ გაუგებთ, არ უთანაგრძნობთ, არ გავიზიარებთ, მაგრამ გაუგებთ ფარისევლებს რატომ მოვიდა შეცდომა. და არ ნაკლებად შევწდებოდი ჩვენ რო ყოფილიყავით იქ. მარტო არ შეცდება ეს კაცი, ვინც ბიბლიას იცნობს და ელოდება მესიას და ამას ამოწმებს მისხალ. რაც ახალ აღთქმაში ბევრმა ეს იწამა. იწამა ვთქვათ, მოხუცი რო ელოდებოდა იმას, იცით ეს, აი ლუკა მახარებელი გადმოგწეს, რომ დაიჭირა ხელში იოსე და აეხლა ღმერთო მიიღე ჩემი სულიო და მანამდე ის მიცემული ქონდა, არ გარდაიცვლებოდა. ეგეც უცნაური რაღაცაა. ამიტომ რაცა ამ თავების ვეცნობით და ამ იმით გავიკითხავთ, უკვე გაიფანტება ბურუსი და ჩვენ უკვე ისედაც ახლა ვინც უკვე იწამა მაღალ დონეზე, იმას აღარ სჭირდება წმენის გასაძლიერებლად ეგ ადგილები იკითხოს. უბრალოდ რომ იცოდეს რაციონალურად და დებატების დროს, აპოლოგეტიკის დროს მას სწორი ძლიერი არგუმენტები ქონდეს ჩვენ წინ არსებული რეგვენი კაცის გასაბათილებლად, რათა ჩვენი ქადაგება ეყრდნობა არა ძალადობას, არა მუჭებს, არამედ ლოგიკას, სიყვარულს და ამით შევარყიოთ მისი ურწმუნება და დაისადგუროთ მასში, წვენამ დააფიქროს და ღმერთმა გაუხსნას მას გული თორე ჩვენ კი არა. აი ამიტომ არის საჭირო ასე დეტალურად ვიცოდეთ და ესე ზერელეთ, ტრაფარეტულად უგულისხუროთ ამის კითხვა აზრი არ აქვს.
ამას სამწუხაროდ მღვდლებიც კი არ კითხულობენ, იმიტომ რომ მღვდლები არ კითხულობენ მარტივი მიზეზით. ეს რომ კარგად გაისიგრძე განოს მღვდელმა, მიხვდება რომ მისი ფუნქცია ამოწურულია და შერწყება. რეფორმაციას უნდა დაექვემდებაროს და გაცვალოს შუამავლის ადგილი და დაუთმოს ბიბლიასთან ურთიერთობას და ღმერთის სახე წარმოადგინოს მან სულიწმინდის მეშვეობით და არა ის რომ ეხლა ლევიტელების ფუნქცია რო აკისრია მღვდლებს. მხოლოდ პოსტმოდერნისტული თვალსაზრისით ალბათ პარალელებს თქვენ მიხვდებით. აი ამის სწავლა არის გარანტია იმისა რომ შეიმეცნოთ რა მდგომარეობაშია დღეს მსოფლიოში ქრისტიანობა და განსაკუთრებით ისეთ სივრცეში რომელიც მართლმადიდებლობაა და კათოლიციზმი. პროტესტანტულში ეს არ არის. პროტესტანტულმა მოხსნა, მაგრამ პროტესტანტელებს ცოტა სხვა პრობლემების წინაშე დადგნენ, იმიტომ რომ სატანა არ გაჩერდება. იცის რომ პროტესტანტული თუ იქნება ის გზა ქრისტესკენ დაუპულაფ სატანას საქმეები. ამიტომ იქაც შევარდა სატანა და ტვინს იქაც ურევს ადამიანებს. ეს კარგად აღწერილი არის სხვადასხვა მწერლების მიერ სატანის ქმედებანი და ბიბლიაშიც კარგად არის აღწერილი და ამავდროულად დამატებითი ლიტერატურის სახით ლუისის წიგნიც რო შემოგთავაზეთ ეშმაკის მშობელძაღლის წერილები, ბალამუტის წერილები, ხო ტვინის ამრების წერილები ქართულად შეიძლება ასეც ვთქვა. გონებას ცრუ პიროვნება გონებას რო ურევს ადამიანს. აი მის წერილები აი ლუისის ავტორობით რო გითხარით მე თქვენ. აი ეს საკითხები კერძოდ აი ეს 25-26 თავი მე 27-28 გრძელდება ესა მე უკვე დაწვრილებით ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად გვაახლოებს იმ სიყვარულთან რომლის განფენილი ჯერ განფენილი არის იესო ქრისტე არ არის განკაცებული და მოგეხსენებათ როგორი არასწორი წარმოდგენა აქვს იესოზე როგორც ხორციელ პიროვნებაზე მხატვრები იქნება ეს თუ ადამიანები ფანტაზიორები ყველაზე კარგად ეს გადმოცემულია ისაიას 53 თავში იქ წერია რომ გადასარევი სილამაზეს გარეგნობა არ ქონდა იესოს ეს პირდაპირ არის აღწერილი თუ კარგად წაიკითხავთ 53 თავში ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ერთ-ერთი დამაბრკოლებელი კიდე ფარისევლებისთვის ესეც იყო რომ ღმერთი რატომღაც წარმოუდგენია და აღმატებული და არიციან ძველ აღთქმაში რომ თუ არ აიღო ჩვეულებრივი ადამიანის სახე და ფორმა მან ისე ცოდვას ის ვერ გამოისყიდებს ჩვენი უნდა გამختارიყო იგი ჩვენი იყო და ბევრი რამე ჩვენი უნდა ქონოდა გარდა ცოდვისა ყველაფერი ჩვენნაირი ქონდა მას გარდა ცოდვისა ეს ჩაწერილია 53 თავი ისაია რო ვახსენე მე ამიტომ გარეგნობაც კი არ ქონდა ისეთი რომ აი მიგიზიდოს გარეგნობით და ამითაც კი დაება და ისე იწამო ნახეთ მიაქციეთ ყურადღება რას ვიძახი როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა გარეგნობას შეიძლება კაცი გარეგნობით არ მოგწონდეთ თქვენ სიბრძნეებს აფრქვებდეს და იმის გამო რომ გარეგნობა არ აქვს მიმზიდველი დაგაბრკოლოთ მასა ესე არის და როდესაც უკვე გარეგნობა ძალიან ლამაზი აქვს ადამიანს წარმოსადეგი ქალია წარმოსადეგი ვაჟია ვაჟკაცა სისულელეებს ვჟუტურებს გარეგნობის გამო სილამაზე ისე აბარმავებს თქვენ ინტელექტს რომ რასაც იძახის ის იღებთ აი იესო ქრისტე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა ზუსტი არის ღმერთმა რო გააკეთა რომ ნახეთ ეს არ უნდა დაგაფრთხოს გარეგნობამაც და ზედმეტი სილამაზე კაც აკომპლექსებს და არ აღიქმება იმის სიტყვების გამიგეთ და აქ კი აი სიბრძნე რომელიც წინა პლანზე წამოიწია ქრისტესი დაჭრილა ის გარეგნობა და უფრო შემოვიდა მსმენელისა და მაყურებლის არეალში. ფარისევლები სწორედ აქ წააწყდნენ დაბრკოლებას. მათთვის წარმოდგენა ასეთი იყო: მორწმუნე ადამიანი გარეგნობითაც ლამაზი უნდა იყოს, ჩაცმითაც, სიმდიდრითაც გახსოვთ ალბათ ეს გამათი არის ახალ აღთქმაში, როცა დისპუტი მიდის ქრისტესა და მოწინააღმდეგებს შორის. ისინი გარეგნობით აზროვნებდნენ. ქრისტე კი წარმარგვეუნება ღმერთი ესე იგი ბიბლიის სახით, თქვენ გარეგნობას ნუ უყურებთ. თქვენ გარეგნობას უყურებთ, მე გულს უყურებო. ეს გახსოვდეთ ყოველთვის ასე რომ მხატვრების ფანტაზიით წარმოდგენილი იესო ქრისტე ზოგან ძალიან ლამაზი კაცათურ არის ჯვარზე გაკრული ზოგან ძალიან ისეთი ნაზი ფორმები ზოგან გამხმარი მიმჭკნარი ორი უკიდურესობა არის სხვადასხვა გერმანული სკოლა წარმოადგენს ამას მახინჯდა იმ ფორმით ეთყობა ეს დამოკიდებული იმაზე ვინ როგორ კითხულობდა ამ წერილებს და განსაკუთრებით ისაიას 53 წელს და მაქსიმალურად თუ ის მიუახლოვდებოდა ისე ადამიანი ისე კი შეცდომას აქვს ადგილი როცა ჩვენ წარმოვიდგენთ ღმერთს ადამიანური ბუნებით მე ამას დავხატავთ და გავაღმერთებთ. არ არის სწორი. ის იმ ადამიანის ფორმას არ ექვემდებარება. ეს იყო დროებით ცოდვის გამოსასყიდი ფორმა აიღო ადამიანის და ამით გვითხრა რომ აი მე ვიღებ შენ ფორმას, შენს გარეგნობას, ცოდვილი რო ხარ. ეს იდენტიფიკაცია ხდება ამისი, ჩემი რო აიღო მან, ჩემი სხეული, ჩემი გარეგნობა და განსხვავება ისაა რომ ის წმინდა არის. თუ ცოდვილი იქნებოდა მისი ბუნება, არ მოხდებოდა ცოდვის გამოსყიდვა. ეს გამოსყიდვა არის ძალიან ძლიერი აქტი და ამავე დროს არის სასწაული. არა აქვს ამას აი ესეთი ლოგიკური კი არა, მე ვიტყოდი ფენომენოლოგიური კავშირი, ის რომ დავინახო როგორ ხდება ეს. ეს უხილავი მომენტია. როგორ ხდება პიროვნების ესე იგი ჯვარცმის შედეგად კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა და არა მადრო ცოცხალი ადამიანის, არამედ მთელი ამ სამყაროსი. ეს არის მეგობრებო სასწაული. სწორედ ესეც არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ძლიერთა ამ ქვეყნისა, რომელიც რაციონალისტები არიან, მოფილოსოფოსო, მოსპილოსოფოსო და მოფსიქოლოგო ხალხი. მაგათი დრო მოვა ერთშვენიერ დღეს და
და გულგახეთქილების შეხვდებიან ღმერთს. აი ჩვენ კი იმდენად ნაცნობია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ კი არ შეგვაშინებს ღმერთთან შეხვედრა, ჩვენ გაგვახარებს. ამისთვის გვამზადებს ჩვენ ღმერთი, მთელი ბიბლია სწორედ ესაა, რომ თანდათან აი ესეთი ღმერთი, რომელიც შიშის არ ძემდა მორწმუნეებს, იმიტომ კი არა რომ რისხანე იყო, იმიტომ რომ ცოდვისა გამო თახts ახებს შენ და იგი ისეთი ბუნება აქვს, რომ არანაირად შენ იმასთან ვერ წადგები, ვერანაირად თუ ცოდვილი ხარ, იმიტომ რომ ის წმინდა არის. შენ ცოდვილი ხარ და მრისხანება გადმოვა მისი ინტელექტიდან კი არა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ვითარცა წმინდიდან. და შენ განადგურდები. ამიტომ არის რომ პარადოქსია, გიყვარდეს კაცი და ემალებოდე, იმიტომ რომ გიყვარს. გამოჩნდები და დაიფერფლება და დაიწვება. ახალ აღთქმაში შემოვიდა და დაადასტურა სიყვარული. აი ეს არის უბრწყინვალესი რამ და არც ერთ რელიგიაში მსგავსი რამე არ არის. არც ერთ რელიგიაში, არც ერთ ფილოსოფიაში რანაირ ძვირფასიც არ უნდა იყოს. რა კრიშნამურტმა რა უნდა ამ საქმეს დაკვირვებები აკეთოს, როგორ გასხიოს და ბუდა, როგორ წავიდა ტყეში, და არიქა მიაგნო რაღაცას, ცხოვრებას ვარი უთხრა, დადგა ტყეში, გაუნათა თავი რა გაქარა, ატმა შეერწყა, პიროვნება დაიკარგა. იესო ქრისტე მეუნება, გიყვარს პიროვნება და მართლაც არაფერი ძვირფასი არ არის, ისე როგორც პიროვნება, ინდივიდუალობა. ყველა ადამიანს ეს არ უნდა. იესო გვეუბნება, ხომ გიყვარს ინდივიდუალობა? ხარ პიროვნება და უნიკალური და გამორჩეული მთელი 7 მილიარდი მოსახლეობიდან, ეს უფრო მაღალ ხარისხშიავა მერეო. არ არის ეს ლამაზი? ლამაზი კი არა, მე არ ვიცი, აი რა ჭკუათხელი უნდა იყოს, კაცი ამას ვარი უნდა უთხრას. ეხლა რო არ გიჯერა, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ არ გიჯერა და ასეთი ლამაზი, თუნდაც ისტორია, თუნდაც ლოგიკურად დალაგებული, ამას არ იჯერებდა. რა დასაჯერებელია ეხლა რომ გასხივოსნები და გაქრები. ეს რა შვების მომტანია ხალხო, მე გაკურებული ვარ რა ადამიანების. ერთი ზღაპარია და ამასაც ზღაპრად მithვლი, ხო? ამ ორი ზღაპრიდან რომელი უფრო კარგია? ის ზღაპარი ეხლა რომ ხარ ცოცხალი, დააჯდები ტყეში, მედიტაცია მეტა აღმოჩნე სატორი, მატორი, გახვედი და გასხივოსნი და გაფრინდი. რა შეღავათია? და სადღაც ატმანი გახდი აბსოლუტური სულ გონება შერწყი და დაინთხე. რა არის გაურკვეველი მდგომარეობა, კაცშვილმა არის, არავინ არ დაბრუნდა იქიდან. არავინ არ იცის ეს რა არის, ნირვანა და თელი ამბები. იესო ქრისტემ მოგვიტანა ცნობა იგავები და გვითხრა და შევახსენებ კიდე მამან ფსიქოლოგმა დაბრეცილ ტვინიან ხალხს, რომ 60 და ჯოჯოხეთი არ არისო, რო თქვეს გავახსენებთ, ცდებით მეგობრებო, ჯოჯოხეთი რომ არის, ჯერ ამ ცხოვრებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთის ნამდვილი კარგის წინა სახეები არის დედამიწა. ნებისმიერი ადგილები. და 60 რომ არის, ჩემო კარგებო, მაგის სახეებით შემიძლია მოგიწევნოთ. ცნობა ამ ადგილსამყოფელის შესახებ, როგორც ჯოჯოხეთი, ის 60-ში მოგვაწოდა იესო ქრისტემ, რომელიც გენიოსად თulis ჩვენი ფსიქოლოგი გამოთაყვანებული ხალხი და გენიალურ ფრაზებს იმეორებს და აი ეს ავიწყდება იმან რა თქვა. მან თქვა სწორედ, რომ არის 60, არის ჯოჯოხეთი. მან თქვა და იქიდან ადამიანი ჯერ არ დაბრუნებული. ერთმა თქვა და ეს არის ის ერთი ღმერთი, რომელმაც გითხრა ცოდვილი ხარ და შენი ცოდვილი ბუნების შენარჩუნების თუ შეინარჩუნებ ამას ჯოჯოხეთში ახმოხდები. მიწამებ მე გამოსყიდული ხარ ცოდვა 60-ის შემოხვალ. დაელოდები და გაიგებს პიროვნება 60 არის თუ არ არის. მე კი უჯერებ იესოს რომ არის 60, არის ჯოჯოხეთი. მთელი ბიბლია ეგა. აი ეს რო იცოდეთ, ჩემო კარგებო, ამდენი ამ საკითხთან დაკავშირებით და აი არავიც კიდე ეს არის თითქოს და როგორ ეცი ღმერთის ბუნება მატერიაში. ღმერთის ბუნების აღწერა მატერიაში. მე ხანდახან ესე უყურებ ხოლმე ამას, რომ უფრო სხვადასხვა კუთხით გავისიგრძეგანო ესა და ჩემში ესე მშრალ მეცნიერულ აღწერილობებს გავცდე და ჩემთვის სარგებელი მოიტანოს ამ ადგილებმა და არ იყოს მოსაწყენი და კიდევ ერთხელ დავფიქრე და თავისთავად ის სიმბოლოები რა თქმა უნდა ახლა ოქრო ვერცხლი სპილენძი ვიცით ეს ოქრო ხდეური ბუნება ადამიანის ვერცხლი გამოსყიდვა არის ეს აქ განმეორდა ბევრჯერ და ეს კარგად რო გაისიგრძეგანო სპილენძი ეს არის ცხვრებს შეწირვის ამბავი მე თანდათან მე გადავალთ გაჯდება ეს რა ტვინში ძალიან სასიამოვნო და გემრიელი სასაკითხია და ასევე საჭინაო პური ჩვენ ახალ აღთქმაში გვხვდება ქრისტეს მუდმივ საყვედურობენ რომ შაბათის იმას ტეხავენ ესენი და პურს ჭამენ და ქრისტე მოუხმობს რას გაიხსენეთ დავითი როდის შევიდა იქ საჭინაო პური შეჭამაო ხედავთ ესე იგი იმან დაარღვა და არ ჩაეთვალა ეს წესის დარღვევად მე რატომ ეკამათებითო რა უცნაური ადგილია და კაცშვილს ეს არ ახსენდება ხოლმე აი ამიტომ იცახი ძველი აღთქმა ახალ აღთქმაში შეიძლება წავიკითხოთ კარგად და სხვათა შორის დაახსრულდა და იმიტომ და არის გამოცემული 3 ტომი აი ესეთი სათაურით ძველი აღთქმა ახალ აღთქმაში თავის კომენტარებით და სახეებით ბევრი წიგნებია მეგობრებო დასავლეთში დაყრილი რო იცოდეთ თავს არ შეგაწყეთ ამით და შარლატანებისა და ესეთი ზედაპირული ხალხი რომლებიც ეს ქრისტიანობა გაიგეს ბიზნესად დაირქვეს ორგანიზაცია მოიუშვეს ღიპები ლოყები ულვაშები ყანწი დაიჭირეს და თვითონ სვამენ სხვას უკრძალავენ და დროსაც ატარებენ ეს არ არის ქრისტიანობა ქრისტიანობის სათავესთან მიადგას ქრისტეს სახე უნდა წარადგინო კარგად რომ მორწმუნე რწმენა მიიღოს და რწმენა ის გამტარი საშუალებაა სადაც სული წმინდა უნდა შევიდეს შენი ძალებით ვერაფერს ვერ გააკეთებ შენ გჭირდება რწმენა თუ რწმენა არ გექნა
სულიწმინდა არ შემოდის. რწმენა იესო ქრისტეს როგორც გამომსყიდველისა, როგორც უფლისა. თუ ეს არ იწამე, როგორ მოვა სულიწმინდა? მოწაფეებმა რო იწამეს იესო ქრისტე აღდგომის მერე უკვე გაძლიერდა მათი რწმენა, აკი დაამშვიდა. მერე თქვენ აუცილებლად გამოგიგზავნით სულიწმინდას. ესე იგი ეს რას გვეუბნება? ჩვენც თუ არ ვიწამეთ იესო ქრისტე როგორც ჩვენი გამომხსნელი და ჩვენი გამომხსნელი იმ შემთხვევაში იქნება ბერჯელი თქვა თუ არ აღიარებთ რომ თქვენ ახართ ცუდი ადამიანი ნიშნავს ცოდვილი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიდინოთ ბოროტება, დედის საშოშივე ცოდვაში ჩასახული, ისე როგორ უნდა იქნას გამოსყიდული ეს. აი ეს რწმენა არის იმის გარანტია რომ თქვენ უკვე ჩაუთვალეთ იესო ქრისტეს ის სამსახური რომელიც გააკეთა და გამოგისყიდათ მონობის უღლიდან, რომელსაც ცოდვა ქვია. ამის მერე აგზავნეს იესო სულიწმინდას, ესეც ისეთივე აქტია, მიზეს შედეგობრივი ჯაჭვები არ აჩანს ამისი. ეს უნდა იგრძნოთ ნაყოფით. ეს არის ულამაზესი და უძვირფასესი მსოფლმხედველობა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას გაჩენიდან დღემდე დაუტოვებია ჩვენთვის, ჩვენ სულ სახსნელად. ასე რომ არ არის ადამიანი ცოდვილი, კაი ტიპი არის, ხელისშემშლელი პირობები ჩვენი არის თურმე ის რომ მონავართ რომელიღაცა მთავრობისა, მონავართ რელიგიისა, გავთავისუფლდეთ, ჩაუკვირდეთ, ჩვენი ეგო ამოვიდეს, ჩვენი არაცნობიერი გავანთავისუფლდეთ და გავწყინეთ და გავსხივოსნდეთ. ეს არის სატანური მსოფლმხედველობა, რასაც გადაგებენ დღეს ქართულ იუტუბებიდან ხიდაშელისნაირი ქალბატონები და კიდე ლევან ბერძენიშვილისნაირი მოსულელო პროფესორები. ხვალზე ლევან ბერძენიშვილსაც გაიხმობს ღმერთი და ქალბატონ ნონას ხიდაშელსაც გაიხმობს ღმერთი და არ უშველის არც მაგათი გარეგნობა, არც მაგათი ინტელექტი და არც მაგათი ფსიქოანალიზი და არც მაგათი თქვათ ანტიკური თეოლოგია, ფილოსოფია თუ რითა თავი გამოტენილი ბერძენიშვილს მარტო მანიცის ბიუტურა ხალხი ხო? აი ესენი წამლავენ ადამიანებს და აი ეს კი დავიწყებულია. ჩვენ ამ შემთხვევაში ვინც ამას ისმენს, გამონაკლისებს წარმოადგენთ და ჩვენ ყოველთვის მადლს მივაგებთ იესოს, რომელიც გვეუბნება არაფერი არ მინდა თქვენგან. მიწამეთ თქვენი სულის სახსნელად. ჩვენი სულის სახსნელად გვინდა იესო რომ ჩვენ ბედნიერებისთვის გავჩინდა არა უბედურებისთვის. მთელი აღმოსავლური ფილოსოფია აფიქსირებს იმას რომ რელიგია რომ არის ადამიანი დედამიწაზე უბედური და უბედურების გასაქცევად მოიგონეს თეორიები, ნირვანები და სანსარები და მთელი ეს სატორები და ძენ-ბუდიზმები. ესე იგი შედარუცილო ბიბლიაში რა წერია? ბიბლიაში ეგარ არის? ცოდვად დაცემული ადამიანი ხარ, მაგრამ კი არ უნდა გაიქცე ცხოვრებიდან. აქ უნდა იცხოვრო და დაელოდე მესიას და სანამ დალოდების რეჟიმში ხარ, ცხოვრებაც შესაძლებელია, თქმობაც შესაძლებელია. ჩარჩოებში უნდა იყო, კანონს დაცვა უნდა. ნახეთ რა ლამაზი არის ქრისტიანობა და არა ის წარმოდგენა ქრისტიანობის გარშე როგორც მაგარი ვარ. უბრალოდ ჩვენი თუდად ყოფნა განპირობებულია საზოგადოებიდან, მონობიდან, რაღაცა რელიგია ბოჭავს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბოჭავს რაღაცა პოლიტიკური, ჩვენ თავისუფალი არ უნდა დაუჯეროთ დედას, არ უნდა დაუჯეროთ მამას, არ უნდა დაუჯეროთ ავტორიტეტებს, ჩვენ თავშია ღმერთი, მივაგნოთ, ჩავწვდეთ ამას, გავინათოთ თავი და გავფრინდებით. სატანიზმი. ნახეთ, შეძლებს კი ყველა ღმერთად იქცეს. ცდა რო იყო ღმერთად ქცევისა, დამთავრდა კატასტროფით და იმიტომ ვართ ცუდად კაცობრიო და ამიტომ გამოვეკიდეთ დეფექტიან ლიდერებს, როგორიც არის ბუდა და სატორები და ვიღაცა კრეტინი, ინდუეთი ხო სავსე ამ კრეტინი მათხოვარი ფსევდო ბრძენი ხალხით. იმდენად სავსე და არაფრის მაქნის რომ მთელი ერი მილიარდიერი ნეხშილპება და მოელტვიან ქრისტიანულ ქვეყნებში საცხოვრებლად. ვერ შველით მაგათის შანკარები და ბუდები და კრიშნამურტები დარჩნენ მაშინ და იყვნენ იქ ამერიკაში რომ მორბიან და აქეთ გადმოაქვთ ამ კომფორტაბელურ ცხოვრებაში თავიანთი სულელური მოძღვრებები იქ დარჩნენ იქა ვის რეშმაკათ უნდა ეკა აი სატანა რას აკეთებს სატანამ გადმოიტანა სიმძიმის ცენტრი თავისი სიმძიმის ცენტრი ევროპულ ქრისტიანულ გარემოში აქ დაუწყო ხალხს ტვინის ჭყლეტა და გამოიყენა ჰოლივუდი და ეს კრეტინული სატანის დაწესებულება ავრცელებს უკვე ამ აღმოსავლურ კრეტინიზმს რომელსაც მე სატანებს ვარქვევ რომელიც გვთავაზობს რომ ადამიანის ძალები ამოუწურავია ყველაფერი შეგიძლია აფრინდები დაფრინდები დაატყავკაც გადა 30 კაც დაალაგებ მიალაგებ მოალაგებ საკმარისი ეს რელიგიამდე ავიყვანოთ ჩავღრმავდეთ სატორში ვიყოთ ვიწვნათ და აი ამას სისულელებს შეეწირათ ავის დროზე ნებისმიერია ესეთი აღმოსავლური რელიგიის მიმდევარი ხალხი რომლებმაც ეს სპორტულ სახეობაშიც გადაიტანა ბრუსლი მაგალითად კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს რომ არ არის თქვენი შეხედულება სწორედ ეს ბრუსლიებით არ არის სოფლიოს სავსე ის ერთი კაცი იყო მაგრამ ქრისტიანები ყველა შეუძლია ქრისტიანი გახდეს. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სიყვარული ჭირდება მას და აღიაროს რომ ცოდვილია. ისინი არ აღიარებენ რომ ცოდვილია. ინდუელი რელიგიის თანახმად არც ერთ ფილოსოფოს არ უთქვია რომ ცოდვილია. არც წარმართ ფილოსოფოსებს ევროპულ იმაში არ უთქვიათ რომ ცოდვილები არიან. რომელმა ფილოსოფოსმა აღიარა რომ
ცოდვილი იყო, გაცვალა ფილოსოფია თეოლოგიაზე და ქრისტიან თეოლოგად მოგვევლინენ ავგუსტინე მაგალითად, თომა აქვინელი და ასე შემდეგ. ეს აწუხებდა დანიელ ფილოსოფ კირკეგორსაც და აი გამომწვარი ხიდაშელები პოსტმოდერნისტებიდან რომ მოვიდნენ და ტვინს ურევენ, ისა ტვინარეულ ქართველებს და ისჯებიან. ეს არის ჩემი ამ საკითხთან შეხედულება და დაველოდოთ ბატონებო. ისე კი ჩვენ ქრისტიანებმა ქრისტეს მივმართოთ და ვთხოვოთ კიდე ერთხელ რომ თუ კიდე ჩვენ რამე ეჭვი გვაქვს იმისი რომ ჩვენ რაიმეს წარმოადგენდა ჩვენი საქმეებით, კეთილი საქმეებით, გამოვისყიდით ცოდვა ძალიან ვცდებით. მთელი ეს კარვის აღწერილობა სწორედ ის არის მეგობრებო რომ უნდა დაელოდოთ დროს რომ მოვა იესო. ახლა კი ეს შეასრულეთ და ეს არის დადასტურება იმისა რომ ცოდვილი ხარ. აბა გეკრძალება ხო შესვლა წმინდათა წმინდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და იმ სიმბოლურ აქტს ასრულებდა რაც ჩვენ უკვე ახალ აღთქმაში რეალობის სახით იქცა და ის ფერები თქვენ რო აღნიშნეთ თეთრი, ლურჯი, დოწისფერი, ეს ყველაფერი ეს უკავშირდება იესოს ქმედებას, საქმეებს. განიმარტა თეთრი ფერი, განიმარტა ძოწი, გახსოვთ როგორი ისეცვა რო იყოფდნენ ქრისტეს ჯვარცის მერე ჯარისკაცები იმას ძვირფასი რაღაცა ეცვა, ის ხო მეფე იყო. აკი ვითომ დაცინვით წააწერეს მეფე სამენაზე, მაგრამ მეფეა და სამეფოა, სხვათა შორის მეფეთა წიგნები სამეფო და სამეფო მეფის გარეშე შეიძლება? მეფე აუცილებელია სამეფოში და ასევე ხალხი. აი ამას აგროვებს. ჩვენი მეფე იესო ქრისტე რო ჩამოვიდა დაიმცირა თავი, მეფე იყო და ვერ შეიცნეს, ღმერთი იყო და ვერ შეიცნეს. ვინ შეიცნო? იმას გამოეკიდნენ, რატო შეიცნეთო და დღესაც დასდევენ. ასე რომ ჩვენ მადლობა უთხრათ მაცხოვარს რომ ჩვენამდე მაინც მოიტანეს. გაგვიხსნა შინაგანი თვალები, გაგვიხსნა შინაგანი ყურები. და მართლაც ის ლოცვა, რომელიც მუდმივად მიმართულია ეზეკიელის პირით, ღმერთის მიმართ ეს ჩვენ შეგვიძლია 100%-ით გავიმევთ რამე თუ ჩვენია, უნდა ვთხოვოთ, რომ გაგვიხსნას ღმერთმა თვალები, რათა დავინახოთ საოცრებები, მისი საქმეების საოცრებები და მისი ჯულის საოცრებები, რომელიც ჩვენ წინ არის ბიბლიის სახით. თუ თქვენ ამ ლოცვას წინ არ დაურთავთ კითხვას, მაშინ სულიწმინდა არ გააქტიურდება ისე, რომ კარგად გაგაგებინოთ ეს და ან მოგიხმარიოთ ისეთი ხალხი, ვინც ამაში ჩაგახედებთ და თქვენი გული თანდათან მოიდრიკება და მორჩილი გახდება სიყვარულისთვის განეწყობა. სიყვარულისთვის რო განეწყობა, მაშინ შემოდის ის, ვისაც შეყვარებული ხართ. ისე თუ არ გიყვარს ღმერთი, არ შემოვა შენთან. ის არავის არ ეტენება. ასე რომ კიდევ ერთხელ მეგობრებო, სულიწმინდას მადლობა უთხრათ, რომ ვამუშავებს ამ საკითხზე. მადლობა უთხრათ იესოს იმისათვის, რომ მოვიდა და ამ ჯოჯოხეთიდან დაგვიხსნა, თორე ეგ რომ არ მოსულიყო ვერც ჩანკარამიშველი და მე, ვერც ფროიდი და ვერც მით უმეტეს მთელი ფსიქოლოგიური სკოლა თავისი განწყობის თეორიით და კრეტინი ინსტიტუტებით. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხსნა იესო ქრისტესია და თავად ამ გენიოსმა ხიდაშელის სიტყვით ვიტყვი ნონა ხიდაშელის ამ გენიოსმა არანაკლებად ჭეშმარიტება თქვა, რომელიც ამ ქალმა ყურადღება არ მიაქცია. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. ეს არის იოანეს სახარება, მე-14 თავის მე-6 მუხლი. აი ეს მან არ იცის. გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამ ქალს ეგ არ უნდა. ალაგ-ალაგ ამოიკითხა რაღაცები, დააჯდა, თვითონ დაბნელდა, სხვებსაც აბნელებს. იმდენად ატყუებს ხალხს, რომ ვითომ ეხლა ეს ეზიარა სატორს და ეს არის ბუდა და თუ არა და რას ბოდიელობ ეხლა რა გვინდა ეს ბოდვები, ისედაც გაუბედურებულია ხალხი. ვერ გვიშველა ჩვენ ვერცეთმა რელიგიამ, ვერცეთი ადამიანი ბედნიერი ვერ არის. ცხოვრება ვერ მოიწყეს, ვერც ბუდისტურ სამყაროში, ვერც ალაჰის სამყაროში მოიწყეს ხალხმა ცხოვრება და მორბიანსად დასავლეთისკენ. თან რა მოაქვთ აქ? გვიმტკიცებენ იმას, რომ თავიანთი რელიგია უფრო კარგია, უფრო ძლიერია და ძალიან ბევრი ქრისტიანულ სამყაროში ხალხი გამოათაყვანეს და ეგზოტიკური იმით რომ მოწყინდათ ეხლა ეს ქრისტიანობა რაღაც თითქოს გახუნებული მსოფლმხედველობაა, დაიწყეს ეხლა იქ კარატე, მარატე, იქ რაღაცა კიდე აფრინდი, გამოფრინდი, ვითომ ამ დროს ის არის რა, ვითომ ადამიანს რამე შეეძლოს. ბიბლია გვეუბნება ადამიანი მყიფეა, მატლი ხარ გვეუბნება ისა. ასე რომ გვატყუებენ ესენი და ვინც ამას აყვათ, ცუდად დაამთავრა მეგობრებო. მორბიან აქით იქით კი არ მირბიან. თუ დასავლეთელი წავა აღმოსავლეთში, ეს ამბავი და ეს სიომი აქვს. ქრისტიანული სიო და ამბავი რო ქვია და ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, თუ არ იღებენ ისინი, იმდენად ამაყები არიან, იმდენად ისინი არიან რა, რომ არა, ჩვენ ყავს ჩვენი. ხო და დაგვიმტკიცეთ, რომ უკეთესები ხართ ცხოვრებით, ინტელექტით, განათლებით. სიბრძნეთ ვერავის ვერ გავარკვიოთ მეგობრებო. სიბრძნე არის არა ადამიანის დამსახურება, არამედ შემოქმედისა ადამიანი რო შექმნა და მოეთხოვება ბრძენკაც ერთ ჩვენ ერთ დღეს თავისი სიბრძნის რა მიმართულებით უშვებდა, თუ მან სიბრძნე გააიგივა თავის თავთან და ბრძნად თავის თავი გამოაცხადა, ღმერთი გასცემს პასუხს ერთ ჩვენ ერთ დღეს. სიბრძნე იმიტომ კი არ მოგცა ღმერთმა, რომ შენი თავი წარმოადგინო ბრძნად. სიბრძნე არის იმის საწინდარი, რომ ღმერთზე მიუთითო,
ადამიანს. ამას არ აკეთებს აღმოსავლური რელიგიის არც ერთი მიმდევარი და მათ შორის ინდივიდუალისტური რეგვენები, ტყეში გაჭრილი ხალხი, იოგები და რა ვიცი, ფეხებს რო გადაიხლართავენ და არიან ლოტოსის პოზაში და მიწაში ჩააჭრებიან და არის გაიჩერებენ სუთქავს, მე გაქრებიან და რა. მე ეს არ მინდა გაქრობა, არ მინდა მედიტაცია გავყინო ჩემით, მე მინდა აზრები მუდამ მქონდეს, კარგი აზრები, მე მინდა ვიაზრონო, ჩემი გონება არასოდეს არ შეჩერდეს. ეს იესომ მითხრა, ესე იქნები ინდივიდუალური იქნები და უფრო მაღლა შემეცნება არის სიამოვნება, არა ძალდატანება. აღმოსავლური რელიგია ძალდატანებით მედიტაციის გარეშე მივდივართ იქ რომ აღმოვაჩინოთ რომ ღმერთი ვართ. ვერ აღმოაჩენთ მეგობრებო, ადამიანი ღმერთი არ არის. ადამიანი ქმნილება და კეთილინები და ეს გაიგოს. ვინც გაიგო ინდუეთში ეს და იყო ასეთი პიროვნება და იქიდან გამოვიდა რაბი ზახარაიაზე უფრო ძლიერი არის ახლა ეს პიროვნება, კაცო, ან კიდე დოფსონზე უკეთესი ფსიქოლოგი არის ნონა ხიდაშელი? დოფსონზე უკეთესი ის არის, არ გამაგიჟოთ რა, ეს ქრისტიანი კაცია და რომელი ერთი ჩამოვთვალო ქრისტიანი ფსიქოლოგები, რომელიც ღმერთი შემოყავთ სამყაროში და ღმერთიდან უკვე ადამიანის სწორ იმას კითხულობენ ამ არსებას. სხვანაირად ჩვენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ შენი შექმნილი არ არის ადამიანი. მადლობა მას, რომ ჩვენ არ დაგტოვა ამ უკაცრიელ დედამიწაზე, რომელსაც ცოდვადაცემული სამყარო ქვია, იმიტომ რომ რამდენი მოგვიტაცებდა ჩვენ, რომ არა იესო ქრისტე. ჩვენ აუცილებლად ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მიედრიკები ის რაღაც, რომელიღაცას, აი ხა ქრისტე ამოიღეთ და ჩვენ ყველა ალბათ რომელიღაცა რელიგიის მიმდევარი ვიქნებოდით. საკუთარ რელიგიას მოვიგონებდით თუ არ ვიქნებოდით, რაღაც ფსიქოლოგიას შევეტენებოდით. მოკლედ, შევეტენებოდით სხვას და დავიღუპებოდით. იესო ქრისტე მოვიდა ჩვენ გასანთავისუფლებად. ამიტომ ჭეშმარიტ თავისუფლება იესოშია და თავისუფლების ქართია ბიბლია და ძველი აღთქმაც სწორედ იმის აღთქმაა, რომ ჯერ გვეუბნება იმას, რომ ცოდვილები ვართ და გვპირდება მხსნელს არ შეგეშინდეთო და სანამ მხსნელი მოვა, აი ეს რაც განწესებული არის, ეს ისწავლეთო. კონკრეტულ ვითარებაში ამას ასრულებდა ის ისრაელიერი, მე ამ ისრაელერს უნდა მიეტანეს ბოლომდე და დაეწყო ამის ქადაგება, არ შეასრულა რა. უკვე ჩვენ ამას რო ვკითხულობთ, იმიტომ კი არ ვკითხულობთ, რომ ზუსტად ესეთი ტაძარი ავაშენოთ, ტაძარში შევიდეთ. არ არის საჭირო. ჩვენი ტაძარის სხეულია და სულიწმიდას უხმოთ. აი ეს არის თელი ბიბლია. მადლობა იესოს ამისათვის, მადლობა მამას იმისათვის, რომ არ დაგუპა, სიყვარულის გამო გვემალებოდა, იმიტომ რომ ისე უყვარდით, რომ გამოჩენა არ უნდა და გამოჩნდებოდა დავიფერფლებოდით. ერთ ჩვენ დღეს გამოაგზავნაძე და უკვე ვინც ძეს იახლა, ისინიც ისე სიყვარულით ხდებოდნენ, მაგრამ ღმერთი მაინც ვერ შეიცნეს ამაში. ეს იყო ჩემთვის საოცრება, როცა 12 მოციქულთაგან ერთმა საერთოდ შეიცნო, რა ვიცი, რევოლუციონერად რა უნდა და წავიდა დაასმინა. უამრავი თეორია იუდაზეა ლაპარაკი, 30 ვერცხლად გაყიდა. როგორ შეიძლება სოდნდა იუდას რო ღმერთია და ღმერთი 30 ვერცხლად გაყიდო? შეცდა ისიც. ამ ჩვეულებრივი ერთ შეხედვით ჩვეულებრივ ადამიანში ის ოქრო ვერ შეიცნო, ის სიწმინდე ვერ შეიცნო, რაც აგრეთვე სახეების სახით, ხატების და ფენომენების სახით არის ძველ აღთქმაში. ჩვენ სწორედ ამას ვსწავლობთ. აი პროექტიც ყველაფერი და დათვალიერებული და ჩემ თავში ჩაჯენილი არის და ახლა გახსენება არის თქვენთან საუბარი და მე უფრო თეოლოგიურ ხასს მივდებ ხოლმე, როცა ვსაუბრობ. ეს პირდაპირ ის ახლა დაწვრილებით ის იმათვის, ვინც არ იცის და ცოტა გაფანტული არის ყველგან, მაგის თავმოყრა არის ცოდნა, ხო? თორე ისე საიტებიც არის, ყველაფერია წიგნებიც არის, მაგრამ შეკრა ეს და ჩვენ ენაზე, ქართულ ენაზე გადმოც ეგ არის პრობლემა, თორე ეს უჭირს, ყველას ხوار შეუძლია ეს მოძებნოს იქ რაღაცა შეკრიბოს ეს მასალა და თავის ქართულ ენაზე, ქართულ აზროვნებას მიუსატაკოს. თორე ისე კი საიტები არის, ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რაც ვიცით, რაც გაგვიგია, რაც შეგვიკრებია, რამენაირად თანამედროვე ქართულ ენაზე ჩვეულებრივად გასაგებად შემოვიდეს ისე რომ მე დანარჩენ სულიწმინდა თქვენ გაგაგებინებ და დაინტერესებული თვითონ პიროვნება თვითონ დაიწყებს უკვე გაღრმავებას და შეიძენს იმ თეორიულ ცოდნას, რომელსაც უკვე რწმენას რო ახლავს თან. თორე თუ რწმენა არა გაქვს და ამოცანა ბიბლიის არის არა ცოდნის დაგროვება არქიტექტურის დარგში, თუ გინდათ რაღაც ისეთი დაწვრილებითი ცოდნა ესა შეიძლება ყველამ დაიზეპიროს ეგ. არა, ამოცანა არის შენ გეშველება რამე. თორე მე არანაკლებად გითხარით თავში რომ დაინტერესებულიყო ძველი ინდური ფილოსოფიით, რატო გამოსავალი მინდოდა რაღაცა ფილოსოფია მეგონა მე რომ მე გამომიყვანდა იმ მდგომარეობიდან რომელშიც ვიმყოფებოდა. ყველა ადამიანს თავისი მდგომარეობის ნაკლებობის ეს კომპლექსი აწუხებს. ყველა ადამიანს და ამით ივსებს, ზოგი ივსებს ილუზიით, ფულით, იმით, მაგრამ რო დაწובה მაინც უდათ არის ის. და აი ეს არის ძიება, აბარა გიჟი იყო შანკარა და ისინი რომ გადიოდნენ, შეწუხდნენ რა ცხოვრებაში და ეძებდნენ. ესენიც ეძებდნენ ღმერთს, მაგრამ რო ვერ მიაგნეს, არ გამოეცხადა მაღმერთი და ვისაც ღმერთი გამოეცხადა, ის არც გაიზიარეს, იმიტომ რომ ეგ მე-6 საუკუნეა ძველი წელთაღრიცხვა და ეს ესეთი დრო არის, რომ უკვე ისინი უბერავენ ძველი აღთქმის ისინი და რამენერად ეცნობა ღმერთი გაიტანდა, ხო? წავიდა მის გავრცელება, მაგრამ დაიჯერებს ადამიანი. აგერ აი 21 საუკუნეა, ჯერა რომელიმეს რომ იესო ქრისტე ღმერთია. იცით რამდენს არ ჯერეს,
უფრო დოსტოევსკის აღმერთებენ ვიდრე იესო ქრისტეს. და იესო ქრისტეს რო რევოლუციონერად კაცი დასახავს და რაღაცა დიდ რეფორმატორად და ორგანიზატორად, იმას თავში ახლა არ შეიძლება არ თქვა სხვანაირად და რეიკა თუ აქვს სხვა არაფერი ახლა როგორ შეიძლება მოაზროვნე იყო. გამოიკულიე რა, შენ ახარ ახლა ისე ლენინს გაასარე კაც ამ შეფასებაში? გამოკვლეული გაქვს, აწონდა ეგეზარება, ხო ამის გამოკვლევა, ხო, იმიტომ რომ გაშინებს ეს რომ გამოიკვლია, უნდა მიხვიდე იქამდე რომ ცოდვილი ხარ. ცოდვილი კიდე ვაიმე ხელი უნდა ჩამოყარო. ვაიმე ცოდვილობას შევჩერდე, ვერც გადავრჩე, ვერც გამოვიდე, რა თმინდეს. უფრო კარგია ესეთი ფილოსოფია. არაგაც, სუფთა დაფა ხარ, თუ გაჭირვება შენი ბრალი კი არა, შენ კაი ტიპი ხარ. ირგვლივ ნაგავი ხალხია, ამაღლდი ამ ნაგავ ხალხზე, გახდი ღმერთი და შიტენში იქნები. აი, ამიტომ დაადგა ხალხი ამ გზას. და სატანა აკეთებს ამას. სატანამ შეიყვანა შეცდომაში ადამი და ევა. სატანამ მოწყვიტა იმას და ერთი ასეთი კითხვა იყო დასმული ერთი თეოლოგის მიმართ, ქადაგებელი, რომელიც ქადაგებდა ძველი აღთქმა, ახალ აღთქმას, ესე იგი ლექციების კურსს. ერთმა წერილი გამოგუზავნა 12 წლის გოგონამ. ასეთი კითხვით. ადამი და ევა 64-ის ბაღშიო, რომ მოენანიებინა თუ ან შეხვეწებოდა. ისინი დარჩნებოდნენ 64-ის ბაღში. ბავშვია და ბავშვური კითხვა დასვა და არა და სწორია, მე ამაზე ადრეც ჩვენ ბევრი ვილაპარაკე, თავად მე მქონია ეგეთი რაღაცეები. ახლა გავამახვილე ყურადღება რა სიტყოდა ესა. მე ჩემი პასუხი ამაზე იცის ყველამ, რომ ბევრი მილაპარაკი. აი იგივე პასუხი გასცა, რაც მე ვიცოდი. კერძოდ, რა თქმა უნდა, ადამსა და ევას რომ მოენანიებინათ, სამყაროში ცოდვა აღარ გაიშლებოდა. მაგრამ არ გააკეთა ამაყი კაცი. სანამ ცოდვა არ იყო, მაშინ არ შეეკითხე ღმერთს, ცოდვას რო დაექვემდებარე, მე მოინანიებდი? პირიქით დაიმალნენ. შიშისაგან, გამიგეთ, ისეთი ის ამოქმედა უკვე რომ ისინი დაიმალნენ. რაღაც გარკვეული იმით ხედავდნენ სახეს. ბიბლია გვეუბნება, ადამიანს არ შეუძლია დაენახოს ღმერთის, იმიტომ რომ ის ამოუწურავია მის და სახე ყოველთვის არის მოცემულობაში, რაღაც ერთ განზომილებაშია მოცემული და ღმერთი არ შეიძლება ეგეთი იყოს, მაგრამ რაღაცა ხედვა ჰქონდათ მათ, აი სულიერი თუ რაღაცი ღმერთს ხედავდნენ ისინი. აბა ვის დაემალენ ვერ გავიგე. რა ფორმით იყო, როგორი იყო ეს არ არის აღწერილი. რა სახე ქონდა ღმერთს ჩვენ არ ვიცით. ამაზე პირველი ორი თავი არაფერს არ გვეუბნება და ეს მესამე თავის ისტორია, რასაც მე ვლაპარაკობ, ცოდვა დაცემა რო იწყება ხომ? აი ამ ბავშვსაც ესე გაეცა პასუხი და სწორია, მართლაც ესეა, მაგრამ არ გააკეთეს და ამიტომ იმ თავითვე ღმერთი რო აჩენდა სამყაროს და ადამიანს იცოდა რომ რა შედეგები მოყვებოდა ამას და იმ თავითვე უკვე გეგმაში გამომსყიდველიც იყო. მანზე რომ ჯემოკარგებო ეს ძვირფასი მსოფლმხედველობა არის. ეს არის არა რელიგია, არა რომელიღაცა ახირებული კაცის მოგონილი თეორია, რომელმაც უნდა გაიყვანოს ხალხი და ზეითქვეით აფშუტინოს და შეეჯიბროს მეორე რელიგიას. ეს არის მსოფლმხედველობა, ეს არის ხედვა, ეს არის ადამიანური არსების სწორად შემეცნება დანახვა და სამყაროში პატრონის, პიროვნების, ბრძენის, მოსიყვარულეს, სამართლიანის, აბსოლუტური სიკეთის, ყველგან არსებულის აღმოჩენა და საუბარი. ისე ცხოვრებას რა აზრი. კიდე ბუდისტი იყავი და კიდე ალახი იყავი და კიდე დღედაღა მეირბინი ამ ზიარებაზე არ მობეს და ქართველ მორწმუნეს გაუთავებელი ეკლესიაში წანწალი ესე რა ხეპრე შედის, ის ხეპრე გამოდის, სანთელს აანდებს და არ ვიცი როდის მოვისმინე ბონდომძინაერაშვილი ერთხელ ესეთი რამე თქვა. მე ეკლესიაში შევდივარ, ერთ სანთელს პირველად ვანთებ მე სამშობლოსთვის სანთელს, მეორე სანთელი მიმაქვს იესო ქრისტეს და ჩემ ცოდვილობას შემიწყალი უფალს ვეუბნები. თქვენ გჯერათ რომ ამას ეს რეგვენი ეს ხეპრე ეს კაცი რა. პირველი სანთელი სამშობლოს უნთებს ეკლესიაში. მეორეს მიდის სადაც ჯვარცმული იქ მიდის, დაუნთო იქ ჯვარისა და იცი რა შემიწყალო მე უფალო. ეს გამოუღია რაღაცა სახარებიდან წაუკითხა და იმეორებს. კი, მაგრამ შეწყალებული ხარ. გამოიცვალე? თუ გამოიცვალე, სამშობლოს სანთლის დანთება რა თუნდა? რამ გამოგათაყვანა? და უნდა გეტყობოდეს აზრებში, ხომ? აი ასეთი მოდური ის არის დღეს და ყველა იძახის. მე იცი რა, პირობითად ქრისტიანი ვარ. მე იცი რა არის, კი ვაკრიტიკებ, მაგრამ მოძღვარი მყავს. აი ნინია კაკაბაძეც იქ და აი იცი რა მე არა მე ათეისტი არ ვარ მე მოძღვარი მყავს მოძღვრობის ინსტიტუტიც როგორ არის ეს რაღაც ერთგვარად შენ ბიოგრაფიაში თუ არ ჩაწერე რომ მოძღვარი გყავს არ მიგიღებენ ქვეყანა ესე მოძღვარი შეოლაშვილი მასაც აყავს ივანიშვილს მის ოჯახს მაინც ეგეც მიდის იქ მაგრამ რა აი მიდის რა ღმერთის გასაცნობად ეს რელიგიური ურთიერთობები არის ამიტომ წანწალს აი ეს რო გავეცანით ამ მასალებს რომელსაც აიგება ეხლა და დააყენებენ ფეხზე ამ კარავს და მე როცა დაიძრება ხალხი ისე დავალებული აქვს და ყველა ნივთი განაწილებულია ისე რომ ვინ რა უნდა ატაროს რომელმა ტომ ამასაც გავეცნობით და იქაც კარგი სახეებია აი ეს პროექტი რომელიც უკვე ობიექტივირებული არის თბილისში რამოდენიმე ეკლესიები თან დამახინჯებულია ზუსტად ისეთი არ არის შეეხეტება ხალხი და გონიათ ახლა იქ მიდის წირვალოცვები წირვალოცვა აღარ არის საჭირო მადლიერი უნდა იყო მადლიერი წირვალოცვა მაშინ გჭირდება, როცა ხარ ცოდვილი. და იესო ქრისტემ გაგვამართლა ხალხო, გაგვამართლა. დაიჯერეთ ეს რომ გამართლებული ხარ თუ იწამე. სისხლი დაღვარა, მთელი ნიშნები ეს.
რად წირვა ლოცვები გაქვს? თუ ეხლა ლოცვა არის საუბარი, ეს არის განდიდების ლოცვა და ღმერთმა სულიწმიდის მეშვეობით და აგვიტოვა ჩვენ ფსალმუნები, სადაც არის ლოცვის ურთიერთობა, აი რას თხოვ ღმერთს? განდიდების, ისეც არის. ნეტარებისა და განდიდების, რომ განვადიდოთ ჩვენი ბაგეებით, ღმერთი, კეთილმადლიერი რომ ხარ. და არა მოთქმა წუწუნი და სულ ცუდათა ხარ და არიქა სანთელი და ისეც არიციან სანთელი რა არის, ისთვის არის, რა სუნთები, რა სანთელი. ეგ სიმბოლოები ხო ჩვენ ახლა გავეცანით, ლამპარზეც იყო ლაპარაკი, ზეთზეც და ახალ აღთქმაში საერთოდ ზეთი სულიწმინდის სიმბოლო არის, ამას იგავებშიც გადმოგცემს, იგავი 10 ქართულზე იცით თქვენ ახალ აღთქმაში, 5 უგუნური და 5 გონიერი და ლამპრები. ეს გარჩეული ეგ საკითხები. და ამის წინა სახეები, ესე იგი, რომ კარგად გავიგოთ ჩვენ ახალი აღთქმა, ვსწავლობთ ძველ აღთქმას, ესე იგი, აღთქმას ვსწავლობთ, მაგრამ ძველი იმიტომ არის, რომ აღსრულებულია და გაუქმებული და ისმის კითხვა რატო ვსწავლობთ, რომ კარგად გავიგოთ ახალი აღთქმაში რაც შესრულდა. თან კიდე აღთქმა ახალში დადებულია უპირობო, პირობა აღარ არის მანდ, ძველ აღთქმაში პირობებია, ახალ აღთქმაში უპირობო აღთქმა არის, დამხელა რაღაცა ეს რა კარგი რამე არის. და ის ბევრი რამე ჯერ არ შესრულება. მაგალითად, ხო გითხარით, არ შესრულებულა ის რაც არის აღწერილი, მაგრამ ის შესრულდა იესო ქრისტემ, რომ გამოისყიდა ცოდვები. და თან უპიროვნო ის დაიდო ჩვენთან უკვე. აღარ არის, აი ამას თუ გააკეთებ, ესე იქნება. ნახეთ არის კაი ახალი აღთქმა. ეს არის აღთქმა უპირობო. ძველი აღთქმა პირობაა. პირობა კიდე დაარღვია ისრაელებმა. შევასრულებთ ყველაფერს, რო ღრიალებდნენ. ამდენი რამე არ შეასრულეს და მე რა ხდება ისრაელერის თანდათან დეგრადაცია, მე დეპორტაცია მთელი იმეებისა, გამიგეთ აყარა, გადაყარა სხვა ქვეყნებში და ბოლოს გადააშლა და 1958 წელი ამ ერის ჭაჭანება არისო. აი ეს არის უცნაური წიგნთა წიგნი და ვიც ამას არიღებს, რა ვიცი. ხანდახან იმ გუნებაზე ვარ ხოლმე წამოვარტყა ეგეთ ადამიანს სიყვარულით, გამიგერე. ყველაფერი სისულელით და თავი გამოტენილი და მოდი ამაზე იმუშავეთ, თუ ესეთი ნიჭი გაქვს წიგნთან ურთიერთობის. ეს უფრო კარგი არ არის ყოვლის მომცველიერი, თან მადლი გაუხდება, ღმერთი გამუშავდება ქვეყანასაც ეშველება და ამდენი ბოთე ქვეყანაში აღარ იქნება. რას იზამთ? ეშმაკიც იმის ეშმაკი არის, რომ არ შეუშვას ადამიანები და აბნიოს, არასწორად მიაწოდოს, ისე მიაწოდოს ქრისტიანობა, როგორც აი ქალბატონ ნინო ხედაშელსა აქვს მიწოდებული, პირობითად არის ქრისტიანი, მაგრამ არც იმასაც იძახს. ნახევარი სიმართლეები და თან ქრისტეც აღიარებს, მაგრამ არა ღმერთად. ნახეთ, აი ეს ნახევარი სიმართლეებია. ათეისტი მთლიანად უარყოფს ყველაფერს. ეს ახლა შეურაცხყოფილი იქნება რომ უთხრა ათეისტი. არა, მე რელიგიური, ახლა რელიგია, არცეთ რელიგიას არ ვეკუთვნო, მაგრამ მორწმუნე ვარ. მე პირობითად ვარ ქრისტიანი. აი ეს არის ეშმაკის მუშაობა. აბა ჩემო კარგებო. დიდი მადლობა მოსმენისათვის. მომავალ კვირამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შევიყრებით კიდე და გავაგრძელებთ ღვთისწყალობით ღმერთი თუინებებს, კიდე გაგვინათებს თავს და სულიწმინდის მეშვეობით გადავალთ, როგორც გითხარით, 27-28 თავზე და ასე ნელ-ნელა ტაატით ჩვენ უკვე შევკრავთ ამას და კარგად გვეცოდინება რა დამსახურება მიუძღვის იესო ქრისტეს, რაც ნიშნავს იყო ქრისტიანი. რატომ ვარ მე ქრისტიანი? მე შემიძლია გელაპარაკოთ 2 საათი და მეტი. და არა ის რატომ არა ვარ ქრისტიანი, ის ვინც არ იყო ქრისტიანი, იმას ტყავი გაძვრა ბერტრან რასელი აბარებს იქ გამოცდებს. აი ეს რაც დღეს შეიძლება ვეთქვა, ამ დროში თუ ჩავეტიეთ ყველაფერი მოვასწარეთ. ჩვენ ლაპარაკობთ არა დროსტარებაზე, არა იმაზე, არამედ უფრო მეტად ჩვენი სულის გასალაშინებაზე, რომელიც ერთ ჩვენერე დღეს გამოგვადგება. დიდი მადლობა მოსმენისათვის.